აქ მოვედი როგორც მოსწავლე შენთან. ათეისტი ვიყავი. აქ ახარ დაიბადე და ლოზუნგი რა ყველაფერი იბადება იზრდება კვდება არსად არ მიდის. მე ვერ წარმოვიდგენა ცხოვრება რაღაცა პერსპექტივის გარეშე ჩემ რაღაც რისკიანას მივდივარ. ეს რომ დაინგრეს ყველაფერი ეს კომუნიზმი უკვე გაშარჟებული იყო ყველაფერი დავჭი სიცარიელეზე უკვე. თუ შენ კიდე მესია დაინახო შემდეგ განულდე. აი წუთი სოფელი ამაზე დგას. მერთმა პირველად ვინ შექმნათ კაცი ხატად ჩვენდა და მსგავსად ჩვენ. სინამდვილეში დედა კაცი და მამა კაცი გვაქვს. ორივე კაცია. შესაბამისად ქრისტეზე თქმა რომ გამოკვეთილად მასკულანურად აი რო თქვა იმ გაგებით მამა კაცია რა გაგებით ჩვენ გვესმის ეს არ შეიძლება იმიტომ ქრისტე უკვე მეტია იმის იგი არსია უკვე მიხარია რომ მოხვედი მიიღეს მოწვევა რომ ვარკვიოდ ვიკულიოდ მივდგეთ მოვდგეთ მოვძებნოთ და მამა გურამი არის ჩემთან დღეს სტუმრად და მოყვები ხო ისტორიას როგორ მოგიწვია აქ რომ ეგეთი იდეა მქონდა სხვათა შორის რომ ეს ექსპერიმენტია სრულად ვინც ამას უყურებს და უსმენს მამა გურამთან გადავწყვიტეთ ერთი აი ესეთი ექსპერიმენტალური ვიდეო ჩავწეროთ და შევხედოთ რა გამოვა მე ვენდობი მამა გურამს მამა გურამი ენდობა ღმერთს და ესე გამოდის რომ მეც ვენდობი ღმერთს და ესე ერთად შევიკრიბეთ იმისათვის რომ რაღაცნაირად დღევანდელი შეხვედრა ჩავატაროთ მამა გურამ ეგეთი კითხვა მაქვს მე მოვედი შენთან იმიტომ შენ ჩემთვის განსაკუთრებული სული ხარ განსაკუთრებული რაღაც კავშირი მაქვს შენთან და მოკლედ ამ კავშირიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ეს ერთ-ერთზე რომ მოსულიყავი თითქოს მარტო მე ვისაუბრებდი შენთან და სხვას რო იქნება შესაძლებლობა რომ ამ საუბრს მოусმინოს ეგება და ჩემთან ერთად გამოერკვიოს რაღაცაში თავის თავში და ის არის რა ქვია და მოვედი შენთან რომ მოდი მეთქი მამა გურამთან მივალ მე მონათლული ვარ მე მოვინათლე 19 წლის ჩემი ისტორია ისეთი საინტერესო ისტორია არის რომ მამა ჩემი არის ორთოდოქსალური ესეთი ვიტყვი ფუნდამენტალური კოენების ოჯახიდან და დედა ჩემი არის და ჩემი ქართველი ადეიშვილის ქალი იყო და გარდაცვლილი და მოკლედ დედა ჩემი და მამა ჩემი ისტორიულად მარც არასოდეს არ ქონდათ შეთანხმება რომ მოდი შვილი გაიზრდება და თვითონ აირჩიოს და მე ბავშვობიდან მახსოვს რომ საერთოდ ჩვენ აღნიშნავდით მამა ჩემი აღნიშნავდა ფესახს და მაცა იყო სახში და ჩემი აღნიშნავდა ყველანაირ ქრისტიანულ დღესასწაულს და რაღაცნაირი დემოკრატია იყო ჩემთან სახში ბავშვი ხა ამ ორი მასში იზრდებოდი მე ვიზრდებოდი ხო და შენში ესე რომ შინაგანად არ იხირებოდი თუ არც ორივეს ერთნაირად იღებდი ორივეს ერთნაირად ვიღებდი რაღაცა ასაკამდე და მე ესე მოხდა რომ დედაჩემმა სწორედ დედაჩემის ინიციატივა იყო რომ ის რა სწავედი სასწავლებლად მამაჩემის ინიციატივა ნაკლებად იყო და დედაჩემმა მითხრა რომ იცი რა კაცმანი ხარო და გაიცანიო რა გაიცანი შენი სისხლის აინან მოდისო რაღაცაო ენა ისწავლეო რაღაცა 15 წლის ასაკში წავედი სასწავლებლად ისრაელში თავრობის დაფინანსებით იქ ვისწავლე 2 წელი და მე ჩამოვედი საქართველოში და აქ ჩავაბარე. მოკლედ ისრაელში მოხდა ძალიან საინტერესო რაღაცა რომ მე ჩავედი ჩემთვის ეს მომენტი რომ აი რაღაცნაირად არ ვიცი ალბათ მამაჩემი და მამაჩემის ნათესაობა არ ქმნიდა რაღაც კომფორტს სპეციალურ კომფორტს ქმნიდა ჩემთვის ასე გავიაზრე მე დროთა განმავლობაში რომ მოკლედ ისრაელში ჩავედი იქ დამისვეს პირველი კითხვა რომ დედა რა გვარის არისო და ადეიშვილიო და ქართველი არისო და კი მეთქი ქართველი არისო და ხო და ქართველი ხარ შენ
ხო ძალიან საინტერესო ის აღმოჩნდა. შენ თვისეს მოულოდნელი იყო, მაინც მეგონა რომ მამის მით ჩაკეთდა რაღაცნაირად ხო, რავი, საქართველოში მე ჩემ თავს ვაიდენტიფიცირებდი, რავი, კაცმანი ხარ და რა ვიცი ხა. და ქართველებიც სხვათა შორის ალბათ, რომ ხან ისეთი გვარი ბუნება. ხო, მოკლედ ჩამოვედი და მე მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ ჩამოვედი აი ეს მე ღმერთისკენ ტოვას უმქონდა. და ცოტა განაწყენებული ვიყავი მე თვითონ რომ ესე რომ მითხრეს რომ მოკლედ არა ვარ გეკუთვნისო შენო გიურის პროცესი უნდა გაიარო და მოკლედ ევროელებში სხვანაირად ვერ ჩაგრიცხავთო მოკლედ ეს რაღაცნაირად იმ დროინდელი საშას ვერსია რო გავიხსენოთ 30 წლის წინანდელისთვის რთული გადასახარში იყო იმიტომ რომ კაცმანი ვიყავი და რავი ებრაელად თვლიდი თავს და შესაბამისად რავი დიდად არ მაწუხებდა ეგ და დიდი სიამაყითაც ღებულობდი ჩემ თავს. მოკლედ ეს დამოკიდებულება იყო რაღაცნაირი ცივი წყლის შხაპი ჩემთვის. და რო ჩამოვედი მოკლედ მე მყავდა ძალიან კარგი მეგობარი კურსელი შოტიკო ჩავლეიშვილი რომელთანაც ერთად მეგობრობდი ძალიან და მოკლედ ისეთი სულიერი ადამიანი იყო და რაღაცნაირად და მოკლედ რაღაც უხილით უთხარი და რა პრობლემაა საშოკო ავიღებ და მოგნათლაო. და ასე მოვინათლე მე 19 წლის ასაკში, ანუ აი დედაჩემმა და მამაჩემმა რაც ჩაიფიქრეს. ეს მოხდა 19 წლის ასაკში. მეორე კურსზე ვიყავი, მე მგონი უნივერსიტეტის იურიდიულზე ვსწავლობდი და მოვინათლე. და ქრისტიანად მოვინათლე. მამას არ ქონია. არა, მამაჩემმა თქვა, რავი, ცოტა კი გული მწყდებაო, მაგრამ შენი არჩევანია, შვილო, ანუ არ ქონდა ესეთი მომენტი. კი ბა თუ ორთოდოქსი ის იყო მაგათ ხო გამოკვეთილი, ეხლა ეს ქრისტიანებს მიმართ ცოტა კასრი სააქვთ და ეს მამაჩემს არ ქონდა. ნუ მე მგონია რომ სპეციალურად ავირჩიე ეგეთი მშობლი. ალბათ მაგისტრის ავირჩიე. მოკლედ ეს პრეისტორია იმისთვის მოგიყევი, რომ იმ წერტილში მოგიყვანო, იმიტომ რომ ესე არ ვიცნობთ ერთმანეთს. მამა გურამის ხოლმე ჩემგან ხა პირველად ისმენს ამ ისტორიას, მოსმენელი კი არ აქვს. და მოკლედ ჩემი ქრისტიანად მონათლა იყო ნახევრად ცნობიერ აქც ვეძახი. ნახევრად რატო? იმიტომ რომ თან ჩემი ნება იყო, მე თვითონ მივედი და მე თვითონ ვთხოვე და შედიკო რომ შემომთავაზა მეეგრევე დავთახდი. მაგრამ მეორის ხრივ ჩამომიყალიბდა ესეთი ურთიერთობა, ანუ რომ თან ვარ და თან არ მესმის რა ვარ თქო, ანუ ხშირად მითქვია ეგრე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მონათლული არის ესე ბავშვობაში, პირველ წელს, მოდი ესე ვთქვა, თავის ცხოვრების და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ეს ქრისტიანობა, მოდი ესე ვთქვა, მოვიდა როგორც მოცემულობა მისთვის. ანუ ჩემი შემთხვევა მთლად ეგეთი არ არის თქო, ანუ მე ჩემი ერთი ნაბიჯი გადადგმული მაქვს თქო, ანუ ერთი ნაბიჯი გადავდგი. და შესაბამისად მოვედი ამ წერტილში, რომელშიც ვარ დღეს და გადავწყვიტე ეგეთი რაღაცა, რომ რადგანაც ესე ცნობის მოყარებებით ვდგები ყველაფერს, მინდა ეს ნაწილის გავარკვიო ჩემში, რომ მოდი მეთქი ვიფიქრე, მამა გურამთან მივალ, მე არ მყოლია მოძღვარი, სანთელი როგორ დამინთია და პირჯვარი როგორ გადამიწერია და როგორ არ მილოცია, თუნდაც ჩემი სიტყვებით, მაგრამ ესე არ ყოფილვარ ესე ვთქვათ ახლოს. და ფიქრობდი რომ მოდი მამა გურამთან მივალ თქო და ვთხოვ რომ მოდი რა წამიყვანე რა მასწავლე ეს გზა მასწავლე რა უნდა გავაკეთო და ეს ხო შემეძლო მარტო გამეკეთებინა და თან დავფიქრდი რომ ბიჭო ჩემნაირი ხო ბევრი ანუ მე ხო მარტო არა ვარ შეიძლება კაცმადი კი არ იყოს ბევრი მაგალითი თქო მაგრამ ადამიანი რომელიც ქრისტიანად მოინათლა და იდენტიფიკაცია აქვს ქრისტიანი აქვს მაგრამ ცხოვრობს თუ არა ქრისტიანის ცხოვრებით და მიყვება თუ არა ქრისტეს გზას აი ეს ყველაფერი მაინტერესებს და მოვედი ცნობის მოყარეობით არა იმიტომ რომ ეხა ამ შემთხვევაში ჩემი 4 დიპლომი მე არ მეხმარება ამ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების გამოცდილება არ მეხმარება აქ მოვედი როგორც მოსწავლე შენთან აი მოვედი ნახე მოვიდანი ესეც ეს თქვა არ მომიტანია იმიტომ რაღაცა ჩაწერა რომ მომინდება გავხსნი და ჩავიწერ თქო და აი ეს შეხვედრა გადავწყვიტე რომ გადავიღო და შევხედოთ მე რომ გადავიღებთ მე შევხედოთ ჩვენს რა გამოგვივიდა და თუ გადავწყვიტეთ რომ რამე ღირებული არის ამაში სხვებისთვისაც დავდოთ სხვებისთვისაც ხო ალბათ ძალიან საინტერესო ანუ აქ არ ვიცი ახლა მე იმედია რომ
ნახავენ ამას ხვებიც ალბათ ნახოთ გამოვა და წინასწარ რაღაცნაირად შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენ საუბრობთ არ აქვს პრეტენზია რაღაც იმაზე დოგმატური იმით არა აბსოლუტურად სხვა რეალობა იქ ასე ვთქვათ შესავალი შეიძლება ასე უწოდოთ ანუ და მაძიებლობა როცა გამოკვეთილი არ არის საერთოდ ჯერ არაფერი არის პირველი საწყისები რომელსაც ფორმა არ ქონდა ეს ფორმა მე ეძლევა თანდათან ახლა შენ შემთხვევაში როცა ასეთ კითხვას ვამ ალბათ ასეთი მსმენელთათვის შეიძლება ისინი დაფიქრდნენ რომ შეიძლება კითხვაც არ ქონია როგორ მე ხო უკვე ვარ მართლმადიდებელი კაცო მონათლული ვარ ჯვარი მკიდია ნუ ხანდახან მარხვასაც ვიცავ და უკვე ამის იქით არც მიდის არ ვიცი ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არა შენაც დასვია ზოგადად დღევანდელ დღეს თუ ადამიანი რომელიც უკვე რაღაცა გარემოში უკვე იბადება აღიზრდება და შეიძლება კითხვას არ დასვას და მთელი ცხოვრება იყოს აი ამ ნიშნით რომ მე მართლმადიდებელი ვარ და უშუალოდ კათოლიკე სხვა რელიგიის იუდავე შეიძლება თქვი და საბოლოოდ რა ვიცი აბა რა არის ის საწყისი რაც ადამიანს ამოძრავებს აი რა უნდა აი მაგათ შენ შემთხვევაში მე შეიძლება კითხვა დაგისვა აი 19 წელსაც მოვინათლე აი შენი ნათლობის мотиваცია რა იყო აი რაღაცა რომ მოინათლე ხა ადამიანი ხარ ხო განათლებული ბიჭიც იყავი ხა ყველაფერი და კითხვის დასმა რომ აი რაში მოვინათლე აქამდე რატო არ დაინტერესდი და უშუალოდ რა გიშლა ხელ შენთვის ეს სულიერი სამყაროს ძიება არ იყო მნიშვნელოვანი და დაკმაყოფილდი იმით რომ ნომინალურად ყოფილიყავი და ჩაკეცე უხეშად რო თქვა 19 წლის ასაკში ეგრე იყო ანუ რაღაცა დაიკმაყოფილე რაღაც სინდისი მე მგონია ჩემთვის ორი რაღაცა იყო პირველი რაღაცნაირი მიკუთვნებულობის მომენტი იყო, ამ მიკუთვნებულობის განცდა არის, რომ მე ვეკუთვნი ამ ქვეყანას, მე დავბრუნდი აქ 18 წლის ვიყავი, რომ დავბრუნდი. და მას შემდეგ მოღვაწეობ საქართველოში. და ბევრი საქმე გავაკეთე ამ ქვეყანაში და სამი შვილის გავაჩინე, ხო? ანუ შესაბამისად მე მიკუთვნებულობა სულ მქონდა ამ ქვეყანასთან, იდენტიფიცირება. და ამან გამიმტკიცა კიდე ერთი განზომილება, ეგრე დავარქმევდი. ეგ სხვა განზომილება იყო ჩემთვის, რომელიც მაშინ არ მქონდა და აი ეს მისწრაფება რომ დავდიო ვერ გავერკვია მაშინ ჩემთვის საერთაშორის ერთი პოდკასტი ჩავწერეთ გოგოსთან. ის ჩემნაირი ნარევია, დედა ყავს რუსი და მამა ქართველი. და ძალიან საინტერესო რაღაცა მითხრა ამ ნარევებზე რა, რომ სადღაც სტატიაში წავიკითხეო, რომ ეს არის მესამე კულტურის ბავშვებია. ანუ ეს ნარევი ორი კულტურა ქმნის მესამეს. და მესამე კულტურის ბავშვი რო ვარ, ეგ რო წავიკითხეო და მომშვიდა ამან მე გაუცებული ვუსმენი ეგ სტატია არ წამიკითხე, მაგრამ მართლა პირველად მოვისმინე ეგეთი განმარტება. და შესაბამისად ეს მომენტი რომ მე სუღადავდი არიან ხა ჩემ შემთხვევაში ყავს მეგობრები, რომელსაც მაგალითად ქართული გვარი აქვს, მაგრამ დედა არის ებრაელი. და იმათთან რა იდეალურად დაალაგდა, ხო? ანუ საქართველოში ქართულები არიან, ისროს ჩავიდნენ, ებრაელები გახდნენ. მე გამოწვევა არ დამილაგდა. მე არ ამირჩევი ეტყობა ეს გზა არ ვიცი. ან განგებმან შემომთავაზა ეს გზა, სხვა უფრო საინტერესო გზა შემომთავაზა, არა ორდინალური. მე საქართველოში ვიყავი კაცმანი და ისროში ვარადეიშვილი, ასე რომ შეხედა, ასე გამოვიდა. და საბოლოო ჯამში შენ კითხვასო დაუბრუნდე, მე მინდოდა ანუ ეს რაღაცნაირი სურვილი, შინაგანი. ვეძებს ხოთაშოს, აი რაღაცნაირად ვეძებს ჩემ თავს შეუკავშირდე და ლამაზად კი არ ვთქვა. მესმის რა ძალიან სერიოზული. ახლა წარმოგიდგენ შეში ესე ანუ იუდეველი ქრისტიანი ამ ორ კულტურაში თანაბად იზრდებოდი ქართველი ებრაელი ესეც ანუ ორმაგად ესე ნაციონალური კუთხით და რელიგიური კუთხით ახლა შენ თვითონ ახლა შენ თავს ესეთი ამ ესე ოთხი სისტემა გამოდის ახლა ორი რელიგიური ურთიერთ გამორიცხავი თითქმის ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ახარსობ
და ქართველი და ებრაელი ახლა რაღაცი დაკურნებდა. ყოველ შემთხვევაში შენ არსებაში ვიღაცა აი რომელიც ცხოვრობს იქ ის ცალკეა და ეროვნულობის და რელიგიების მიღმა შეგიძლია შენი თავი დაინახო აი რო სახელი არ დაარქვას არც საშა კაცმანი დაარქვა ეს საშა ხო ვიღაცამ დაგარქვა შენ ხო არ დაგერჩევია მამაკაციც რო ხარ ესეც იმ ფორმაში არ შეგეკითხნეს შენ ეს ჩაგაცვეს აი მასწავლეს რომ მამაკაც მაგრამ ის ვიღაცა ვინც აი ახლა არ ამბობს ბიჭო ვინავარ არ ვიცი ქრისტიანი მე თუ იუდეველი ებრაელი თუ ქართველი ეს თუ ის და აი იქ იმას უახლოვდები და უშუალოდ და ამისთვის შენ რა იდენტურობა გჭირდება რომ ის შენ ის მე ვარ უფრო გამყარ თუ იმას არენდობი და მაინც და მაინც კიდე რაღაც სისტემაში იყო და უფრო კომფორტულად იგზობდა შენ დღევანდელი გადმოსახინე მეკითხები ან ხო აი თუნდაც ახლა რო ხარ აი რა გაწვალებს შენ ეს თუნდაც აი ქრისტიანობა ახლა რასაც ამბობ აი რატო გინდა იმ საკუთარ თავ ვინც არის იმის უფრო კარგად გასაგება თუ რა ვიცი აი როგორ გითხრა რა ხან ამ კულტურაში ხარ და თუ აი შეთვის ქრისტიანობა აი რელიგიასთან ასოცირდება თუ იმ ფენომენთან რომელსაც შეუძლია საკუთარ არში უფრო ხმად გაგარკვიოს შენთვის ეს არის უფრო ეგზისტენციალური პრობლემა და არა გარეთ რა სოციუმში შეგო როგორ დაგინახავენ არა აბსოლუტურად ეგ არის და მაშინ საიდან გაგიჩნდა რომ მაინც და მაინც ეს შეიძლება ქრისტეში იპოვო ან ქრისტიანობა იცი რა მე მოვედი მარტივად რა იმოცმოლობიდან რომ რადგანაც 19 წლის ამ ეგ არჩევანი გავაკეთე რაღაცისთვის გავაკეთე და ვიძებ ამას ანუ რაღაც სხვაგან წავიდე აგერა ვარ ანუ არის ეგ არჩევანი გაკეთებული და ჩემი გაკეთებული მე რა ჩემმა ვერსიამ გააკეთა 19 წლისა მეგეც ხო მე ვარ და თუ ეგ არჩევანი გავაკეთე რაღაც სხვაგან წავიდე მოდი რა იქ ვერკვიო რაც მაქვს უკვე არჩევანი გაკეთებული და მშვიდად ვარ ამასთან მე რა რომ 30 წლის მერე ვერკვევი ამაში მე საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას ანუ თუ მოვიდა ის წერტი შეიძლება მე არ ვიყავი მზად რომ ეს გამერკვია ხო ალბათ ხო და რადგან ანუ შენში თუ ახლა დღეს მართლა ეს კითხვა ისმის შენი სიღრმიდან მართლაა ხო აი გაწუხებს და მართლა მინდა გავერკვი ჩემ თავში. აი მაშინ შენ მართლა შეიძლება სწორ მდგომარეობაში იმყოფები, იმიტომ რომ ჩემთვისაც ახლა დღესაც ქრისტეში ჩემი პრობლემის გადაწყვეტა, მაინც ყველაფერი ამდენი გზავიერ ისევ აქ მოვდივარ. აქ ერთ-ერთი პრობლემა არის აი ქრისტე და ქრისტიანობა, რომელშიც ეს აი როგორც გარშია, მოთავსე აქ შეიძლება ერთ-ერთზე არ დაემთხეს, მაგრამ ესეც ნორმაა. აბსოლუტურად მე ჩვეულებრივ ყოველთვის ასე ხდება. ყოველთვის რაღაცა გარსი იცავს შიგთავს რომელიც ხელშეუხლებელია და დიდია და გამოვლენილი არ არის ჯერჯერობით ამიტომ ეს გარსი ერთგვარად ის ფუნქცია აქვს რომ ეს ბოლო ჟამამდე ეს მიიტანოს რომ შემდეგ ის შედგეს უკვე თვითონ გახდეს რელიგია ანუ ის არსი რომელსაც ინახ აი ებრაელებს ხათაშორის რატო არის რომ ბუდმება და აი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ ისტორიის მანძილზე. ეს ზუსტად იმის გამო რომ მათ მოპარებული ჰქონდათ ეს აბრაამიდან ეს მესიას რო დაბადებდნენ. ერთჩეულობაც ეგ არის. მათი წიაღიდან გამოვიდოდა ის ერთი, რომელიც ადამიანის მოდგმას დააბრუნებდა 60-ში. ანუ ბოლო და შესაბამისად მათ ეს თორა, ეს რჯულის კანონი 613 მცნება, ეს ყველაფერი ეს იყო ყარის გარსი რომ ეს არ გაღუროდა და უდნავ რაღაცა რომ ვინმე რამეს ან შემოიტანდა ან კერებს ან ახლა მეფე იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა უმკაცრესად იჯებოდა ეს რომ ხელუხლებად ბოლო ჟამამდე მოეღწია თუ იქიდან მესია დაბადებული იყო მე და ქრისტიანობაშიც აი ეს მართლმადიდებლობას აქვს ეს მისია ნამდვილად და შეიძლება ის არსი რომელიც სადაც ინახავს ეს მართლმადიდებლობა როგორც სტრუქტურა, სისტემა, დოგმატებით, რიტუალებით შეკრული დღემდე ფიზიკურად გამოვლენილი ინსტიტუცია უნურ დონეზე დღევანდელი დღის ჩათვლით და უმრავლეს მართლმადიდებლებს არც ეს მოდეთ ეს და თვლიდე რომ ეს არის ყველაფერი რაც ზედაპირზე ჩანს მეც ასე მეგონა თავიდან და სხვათა შორის ვაკრიტიკებდი რომ ეს რა არის მეთქე ხო მე თავიდან პროტესტანტი ვიყავ 1980 წელს მე სახარებიდან ვირწმუნე პირდაპირ უშუალოდ და სახარების წმენამ ეს საოცარი სინათლე ხო შემოიტანა მაგრამ და შესაბამისად მე როცა მეცმოდა მართლმადიდებლობას და სახარებას რომ უდარებდი რომ
ესენი ხა სანთელი, ხატები და უშუალოდ ეს რიტუალები საერთოდ სახარებას არ ჩანდა ესე და მეგონა რომ ეს რაც გარეგნულად ჩანდა მარტო ეს არის. მაგრამ აი შემდეგ როცა სიღრმეში შევედი და გავეცანი ხო ეს როგორ მოხდა პირველი საუკუნე მეორე მესამე მოდის კაპადოკიელი მამები მე სოფლიო კრებები რას ებრძვიან რისგან იცავენ თავს ეს მთელი სისტემა და იქ უკვე დავინახე ის გულის გული რომელსაც ეს დაფოფინებენ და რატო არის ასე მკაცრი ეკლესია ხშირ შემთხვევაში ერესების მიმართ განსხვავებული აზრების მიმართ ზედმეტადაც კი პირველი საუკუნეში ეგ სახარებაშიც ჩანს ხოთა შორის მაგალითად ერთი ამბავია მოყოლედი პეტრეს ისა ანანია და საფირა ცოლქმარი არიან ნუ პირველ საუკუნის ეკლესია როგორ იყო ეს არის აი კომუნიზმი კარგი გაგებით ანუ ყველაფერი საერთო ქონდათ ზედმეტ ქონებას ყიდნენ და ეს ფული ანუ მონაგები მოქონდათ მოციქულებთან და ანაწილებდნენ ყველას უნაწილებდნენ არც ეს ზედმეტი არ ქონდა და არც ნაკლებობას განიცდიდნენ ეს აი როგორ სხეულის ერთი ორგანიზმი ხო საკვებს მიიღებ ის კუჭი ანაწილებს თანაბრად ვის რამდენი ჭირდება იმის მიხედვით და აბსოლუტურად ერთევ სიყვარული ერთობას უფევდა და ამ დროს ანანია და საფირას წერია რომ ამათაც ერთ-ერთ გაყიდეს ვისად მაგრამ ცოლხმარმა უყურე მოილაპარაკეს რომ მათ ხო იციან რომ თუ დადებენ იქ მე იქიდან ისარგებლებენ და ორმაგის გადაწყვიტეს ახლა უკვე ეს ერთგვარი ქრისტიანას ვირეშმაკობა ქვია ამას ალბათ თანამედროვე რომ მოდი ნაწელი ახლა არ ვთქვა თუ რამდენად გავყიდეთო და უშუალოდ 1000-ად გაყიდეს ხო 500-ად გავყიდეთო უთხრეს იმათ ანუ აი ჩვენ მოვიდა რომ იქიდან ესარგებთ ხო 500 თვითონ დარჩათ მოგება ასე რომ თქვა და იმიტომ დაიშაჭდა რომ ორივე შეთქმულებით შეგენებულად წავიდნენ ამაზე ანუ ჯერ მოდის ანანია და სულიწმიდა გაუხსნა პეტრეს ეს ამბავი. ხა სულიწმიდა რა არის, იცი? პირველი ეკლესია ინარჩუნებდა აი წმიდას რატო ქვია? იმიტომ რომ არ არის აი პირადი ინტერესი, ეგოიზმი, ყველაფერი წალეკილია, აი სუფთა, აი ეს პირველი მდგომარეობა, აი ინარჩუნებს, აი რა რეალობა არის რა, არაფერი როცა სინათლეში ხარ რაში გჭირდება, ყველაფერი იქ არის. ეს ვიდა ხედავენ, აი როგორც ქრისტე ხედავდა ისე ეს ყველა ფიქრის მოძრაობას არასწორ რაღაცებით ფიქსირდებოდა, მაგრამ ის საჭირო არ არის, როცა სინათლე რადგინდა რაღაცები, სავსეა სიყვარული. ამ დროს ვიღაცა რომ მოდის თავისი აზრებით, ეს უკვე ამ სულს ეჯახება და ეს გრძნობს ამას პეტრე. და ეუბნება რამდენად გაყიდებდო და ამდენად ისე ვტყვი. მაშინ შენ ახლა გაგიტანე ნაკედან რომ შენ სული წმინდის წინაშე ვტყვი ხარ და გავიდა მაგრამ მოკვდა კაცი. პირდაპირ მეშლობ. მე მოდის მეუღლე ცოტა ხნის მერე საფირა. და იმას ესე კითხები, ამდენად გაყიდებდო ისე ტყუილს ამბობს, შეგირებულად კი. და აი შენი ქმარი გაიტანეს, ახლა შენც გაგიტანენ. ანუ ქრისტიანობა ან რატო იყო მკაცრი თავიდან რომ ეს საფუძველი ყოფილიყო ისე კი სუფთა წმიდა და შემდეგ უკვე იფუთება ეს უკვე წესები, სოფლიო კრებები პირველ სახარებაშიც კერია რომ იქაც შეიკრიბე რაღაცა აზრი გაურებები ჩდება, აბა ეს როგორაა ეს მერეც ჩდება უკვე მოძღვრებები წარმოდგენები დავუშვათ ქრისტეს კონდა საწყისი თუ არა, ანუ როგორი ბუნებით ეწამა, მოჩვენებითად თუ კაცური ბუნება ეს იმდა ახამაზე არ დავიწყებ ლაპარაკს ეს არის ინფორმაცია ყველაფერი რა ვიცი ყველა შეუძლია გაიცნოთ ხა ჩვენ ამას არ გავიმეორებ მამაგურა მე რატო მაქვს სიმშვიდე რომ მოვედი შენთან ეხა აი ამ წერტილში და რავი 5 წლის ბავშვის ცნობიერებით გისვა ამ კითხვებს იმიტომ რომ ჯვარზე გაკრული ქურდიც კი იმ მომენტში რა წერტილში აირჩია ანუ რა წერტილში გახსნა გული აი იმ წერტილში თუ არის შესაძლებელი რომ მობრუნდე რა პრობლემაა რომ მე 47 წლის ასაკში ვიждე ხა და ლაპარაკ ამიტომ შვიდად ვარ და ჩემ თავს უთხარი რომ მოდი მამა გურამთან მიდი მეთქი 5 წლის ბავშვის ცნობიერებით აი ხო ის ბავშვი რო კითხებს სვავს და ცნობის მოყარე რო არის და არც ცდილობსო ძალიან ისეთი რაღაცა იყოს აი მაგ ცნობიერებით მოვედი
ძალიან კარგი სხვათა შორის აი შენი მდგომარეობა არის ბევრად უკეთესი ვიდრე შენ რო გქონდეს ახლა რაიმე ჩამოყალიბებული რელიგიური კონცეფცია სისტემა რა სადღაც იდგე აი მე ამას ვაკეთებ და უკვე მართლმადებელი ვარ უკვე იუდეველი ვარ უკვე ესა ვარ უკვე ისა ვარ ან უკვე აგნოსტიკოსი ვარ ან გამოკვეთილი ან ათეისტი ესეც რელიგიურობა ანუ წამსი გქონდეს გამოკვეთილი მაშინ უფრო ძნელი იქნებოდა აი შენ როცა ამბობას ეხია და აი ამას ქვია ებრაულად აი ესეთ ადამიანები არიან ისინი ვინც მესიასთან მოდიან იმიტომ რომ ქრისტესთან მოსვლა იუდაურ სამყაროში იმ დროს ეს იყო აი როგორ გითხრა იცი ძალიან სამარცხვინო იმიტომ ყველა შენი აი უპირატესობა რაც სამყაროს საზოგადოებაში გაგაჩნდა ყველაფერზე უარი უნდა გეთქვა საკუთარ ცოდნაზე და სტატუსზე თუ სოციალურ მდგომარეობაზე იმიტომ რომ ისეთი სახელი ქონდა ქრისტე ეს სიცხვილი იყო მას ამოსა ნიკოდემოს ღამე მიდის ვიღაცები დასინიან ეს ჩვენთვის არის ქრისტე ანუ გამოწვევა იყო ყველაფრის აი მაგრამ აბა ეს იმტროვა ყველაფერი ანუ თუ შენ კიდე მესია დაინახო შემდეგ განულდე ოდნავ მაინც თუ რაღაცა გაგაჩნი ადამიანური კონცეფცია ანუ სიმკვრივე მოდელი აი მყარა ჩამოყალიბებული შენ ვერ მიხვალ მაგასთან და ასე რომ იესო ქრისტე ამ შემთხვევაში თვითონ გახდა ასეთი ის თვითონ გადის იქ უდაბნოში რომ მიდის დავიდან და იქ ტოვებს წუთისოფლის ყველა ანუ რაღაცა იმას შესამოსეს რაც მას აკავშირებს წუთისოფლთან ანუ რა არის თვალთა გულისხმა ხორცის გულისხმა და ამავდიდება წუთისოფლის ეჟიან ამბობს იგივე არის ევასთან ანუ წუთისოფელი როგორ ჩდება როცა ის გველი ეუბნება ხო რაღაცა ნაყოფი მიიღოს და იქ შედეგად რას ხედავს ევა რომ თვალით დასანახად ლამაზია გემრიელია საჭმელად და იძლევა ცოდნას აი წუთისოფელი ამაზე დგას, ანუ ამ კონცეფციაზე, ანუ თვალთა გულისხმა, ხორცის გულისხმა და ამავდიდება. ნახე სამყაროს დააკვირდე რისთვის იბრძვიან. აი სამს თუ ჩააკვირდები, ზუსტად ეგ არის, ანუ თვალი დასანახი, დიდება, აი რაც ისა, რაც თვალს მოწონს, სილამაზე, კომფორტი, ყველაფერი, მისაღები, სხეულისთვის, ხორცის გულისხმა, ყველაფერი რასაც და დიდება და პატივი, რასაც ცოდნა იძლევა და ქრისტე ამოებს ტოვებს, ანულებს ყველაფერს უდაბნოში. რო გადის 40 დღე, ახლა არ გენიშნა ეს 40 დღე ქრისტეს უდაბნოში ეს ყველაფერი მეორდება, რაც იქ ეგვიპტიდან რო გამოყავს მოსეს ხალხი. ამ შემთხვევაში ეგვიპტე არის ჩვეულებრივი ცხოვრება ადამიანური, რომელიც იბადები ჩვეულებრივად შენ გავიწყდება შენი სულის სამშობლო რო შესამოთხი შვილი ხარ ეგვიპტეში მთლიანად მოგიცავს მონობა გეუბნებია შენ რო დაიბადე აი ახლა უნდა მიაღწიო წარმატებას უნდა ისწავლო აგერ საჭმელი აგერ სასმელი გამრავლება და მე სიკვდილი ეს ტრიალებს ეს ახლა 4 დროშია მოქცეული არსად არ მედის და ქრისტე რო შემდეგ უკვე გამოყავს ხო მოსეს ეს ეგვიპტიდან და ქანაანამდე შუაში არის უდაბნო. ახლა ქრისტე ნახე ეგვიპტე ანუ მიწიერი მასში იბადება ჩვეულებრივად ხო ადამიანის ოჯახში ახლა ის ღვთისმშობლისგან იშვა უბიწოდ მაგრამ ის როგორ იზრდება როგორც ადამიანი ხო მას ეს ხო არა აქვს რაღაც ისეთნაირად რომ ჩართული იმასავით რომ ის ადამიანის ბუნება მას მუდმივად მასში აყენებს ჭიდილში თავის თავთან და ესე ადვილი არ არის ამის შენარჩუნება ასე და გადის უდაბნოში და ახლა უდაბნო რატო უდაბნო? თუ უდაბნოს ებრაული სიტყვა არის ესეთი მიდბარ, ბემიდბარ, ანუ სიტყვა და უდაბნოს ერთ და იგივე ძირი აქვს. და რატო? აი ოსიაში მე მგონი პირდაპირ წერე გავიყვან მათ უდაბნოში და იქ დაველაპარაკები. ანუ უდაბნოში ისმის ხმა, იონეზე რა წერე ხმა უდაბნოში ესე იმას ბაღადებლისა უდაბნოსაში, ანუ უდაბნო პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ არაფერი არ არის ხორცისთვის, რა არის? ქვიშა რაღაცა სიცხე წყალიც კი არ არის არაფერი მაგრამ აქ უკვე ხმა ანუ გამოდიხარ ამ იმიდან ეგვიპტიდან ანუ აქ რაც არის კომფორტი და რა მიზნები ყველაფერს ტოვებ და უდაბნოში უკვე გესმის ის რაც აქ არ გესმოდა ანუ წუთის სოფელს ტოვებ რომელიც მოგეცხო შენ ეს შემდეგ შემოსულია და ბრუდები ფაქტურად ამ უდაბნოს 64-ში ანუ იმ მდგომარეობაში როცა ღმერთის ხმა გესმოდა იმიტომ რომ უდაბნოში ხმა გესმის შმა ისრაელი ანუ ისმის და უკვე ახსენდება ის ბრუნდება იქ და მერე შემოდის უკვე ამ წუთისოფელში ქრისტე როგორც მესიას მისიას ახორციელებს. ახლა მე მინდა მაშინ შეიძლება ახლა გაინტერესებს აი ახლა კითხვას ვამ ასეთ ბავშვური
თითქმის იგივე მდგომარეობაში ზუსტად ვიყავით მეც როდის იყო 1975-80 წლებში მე ვსწავლობდი ათეისტი ვიყავი დასწავლობდი უნივერსიტეტში დაამთავრე ისტორიის ფაკულტეტი ახლა ეს არის შემთხვევას იცით თუ არა ეს იყო ყველაზე ელიტარული სასწავლებელი სამედიცინო და ისტორიული იმიტომ რომ რაიკომის ბაზა იყო პარტმუშაკები თავს იკლავდი კაცო მე რო ვაბარებდი უკვე ვეცოდებოდი ხალხს რომ ღარიბი ოჯახიშვილი როგორ გაბედე რაღაცნაირად ეგეც კი მიუღებელი და პირველ წელს მოვეწყო და რატო სტიმული რა მოსა აი კომუნიზმის იდეა ანუ მე ვიყავი აი რომ მე ვერ წარმომიდგენა ცხოვრება რაღაცა პერსპექტივის გარეშე ჩემ რაღაც რისკიანას მივდივარ და მე ბავშვობიდან ისე დამეხასიათეს ეს კომუნიზმი და ისე ლამაზ ფერებში და ეს ფერები მოდის ბიბლიიდან ყველაფერი იქიდან არის აღებული და იმიტომ რომ ყველანი კარგად იქნება აი კომუნიზმი არის უკლას საზოგადოებრივი წყობილება სადაც საზოგადოებრივი სიმდიდრის წყარო უწყვეტ ნაკადად იდენს და განხორციელება დიადი პრინციპი თითოეულისაგან უნარის მიხედვით თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით სხვათა შორის სრულიად შესაძლებელი ეს თუ ეს ომები არ იქნება დღეს რა ტექნიკა არის და რას არის აი აბსოლუტურად ნორმალურია მე რომ მკითხო საერთოდ ფული არ როგორც აი ჰაერზე და წყალზე თითქმის ფული არ არის ზუსტად ასე ახლა ერთადერთი არის საწვავის ბენზინი და რაღაცა ალტერნატიული ისეთი თავისუფლად შეიძლება ხო მზიდან კიდე თუ ქვევიდან წყლიდან უამრავი საშუალებებია ამის და როგორც კი საწვავზე ბრძოლა არ იქნება საჭმელი და სასმელი ეს იქნება ჩვეულები როგორც ხილი მოწყვეტო ხისგან და ეს რეალობა შესაძლებელია თუ ეს მეორე ეს გულის პრობლემა გადაწყდება ახლა ტექნიკურად ნუ ეს ანუ მე რა მინდოდა რომ კითხვა ის შეიძლება თქვი რომ ანუ ეგვიპტე რა არის აქ ხარ დაიბადე და ლოზუნგი რა ყველაფერი იბადება იზრდება კვდება არსად არ მიდის მე აქ ტრიალებთ 4 დროში ხარ მოქცეული დაბადება გაზრდა სიბერი ანუ შემოდგომა და ზამთარი ანუ ციკლი დამთავრდა და აქ ასრებ ყველაფერი ნილოსი წყავს ტრიალებს არსად არ მიდის და აი აქ იღვიძებს ვიღაც აი ეს არის ისრაელის სული უკვე შეში ანუ ამ ეგვიპტეში ხომ იაკობის მოდღმა ხო ცხოვრობს და მრავლდება, მაგრამ ცალკე გოშემის მიწაზე იყვნენ და არ ერევა ეგვიპტეში. მაგრამ უკვე კრიზისია და დადგა სიტუაცია, რომ ეს სული საერთოდ გაიღურება, ანუ სამყარო უკვე დაკარგავს საზრით და აქ დგება უკვე ჟამი. გაგვიძებს რა ეგვიპტეში ამ სიკვდილის წიაღში თითქოს რომ ყველაფერი დაალაგებულია, რა გინდა მეტი ვიღაცა იღვიძებს შენში, ეს არის მოსეს შენში, ეს არის ისრაელის შენში, რომელიც მიძინებული აი როგორც ხანდახან არის ზოგიერთი მართვალი შემოდგომაზე ჩადებენ მიწაში და გაზაფხულზე ღვივდება აი კომბოსტო მაგალითად. ისრაელის ასე იყო იქ. იოსების დროს შემოვიდა ის იაკობი და მისი 70 სული და გამრავლდა და დადგა საშიშროება ეგვიპტეს მთლიანად მოეცვა ეს და აი წაელიკა ხსოვნა და არა და ამ ისრაელის მოდგმაში აბრაამიდან შეპირებაში ზუსტად სამყაროს გადარჩენის ყველაფერი რომ ეს სამყარო მარტო ეს ჭამასმა და ეს 4 დრო არ არის არამედ შევბრუნდებით 64-ში ის ვარ ჩვენ უფლისწულები ღვთისშვილები და მატერია არ არის ჩვენი სამშობლო და ეგვიპტე უქმნის საშიშროებას და აქ ხდება გარღვევა უკვე ეს მოსეს გამოცხადება აქ და მოდის რომ გამოიყვანა. ანუ ჩემში სახარო გადა ეგვიპტეს შევადაროთ კრიზისი დაიწყო. ანუ ეს კარგი ეს კომუნიზმიც კარგია შეიძლება ვიყოთ ამ კომუნიზმით. და ვიღაცამ გაიღვიძა მე არ ვიცი რატო ჩემში და რატო ასე მძლავრად რომ ეს ჩემი როგორც არსი რაშია აი როგორც ეს რა ახლა კომუნიზმი აი დავშოთ დამყარდა მე დავბერდები მოკვდები და უკვე სიკვდილს შევეჯახე როგორც მოვლენას ანუ თუ სხვების სიკვდილი იყო ჩვეულებრივი სტუდენტობის დროს აზრებია სტუდენტობის დროს აი განსაკუთრებით მესამე კურსის მეოთხე მეხუთე კურსი იმიტომ რომ ხო გითხარია თავიდან რომ ჩავირიცხე მე იდეა მქონდა კომუნიზმის მეშენებირა და უკვე ზასტოის პერიოდი რო დაიწყო და პირველი კურსზე დამენგრა ეს წარმოდგენა ყველაფერს ამაზე მე ყვები იქ ჯაფარასთან პოდკასტში და ხა იგივე რო არ გამოგვივიდეს მე ცოტა სხვა კუთხით რო დავინახო რაც სხვაგან არ მithქვამს და ანუ ეს რო დაინგრა ეს ყველაფერი ეს კომუნიზმი უკვე გაშარჟებული იყო ყველაფერი დავჭი სიცარიელეზე უკვე და აი კითხვა რო არსი აი უკვე ეგზისტენცია ანუ ეს
ყველაფერი იბადება, იზრდება, კვდება და ახლა მე რა გავაკეთო, ახლა რასია ჩემი არსი, აი ეს კითხვა. ეს არის სწორედ ისრაელის დაბადება, შიგნით ამ მატერიაში თითქოს რომ არაფრისთვის აფერს არ ტოვებს, ყველაფერი იბადება, იზრდება, კვდება, დამთავრდა, აქ ვტრიალებ, არსად არ მივდივართ, ერთადერთი რომ რაღაც ადამიანს რომ რაღაცა გაუჩნდება მოთხოვნილება მეტი დაუკმაყოფილო, მაგრამ ამ დროს ვიღაცა რაღაცა ნაწილი რჩება შენში, რომელსაც ვერაფერი ვერ აკმაყოფილებს. აი თუ მან შენში გაიღვიძა, ახლა იმიტომ გეკითხები ამ სიცარიელეში. ეს არის იდეალური მდგომარეობა შენში რომ ამას გამოარღვი, ამ ეგვიპტიდან გამოხვიდე. და არა ისო რომელიმე კონცეფციით იყო მთვრალი. და რა უკვე კონდეს ეს უფრო თუ ის იქნება მძიმე მაშინ. ვიდრე ეს სიცარიელე აი პირველი ნეტარება ქრისტეს მოძღვრება თაზე გადაგება ნეტარება 9 ნეტარებიდან პირველი იწყება ასე ნეტარარია სულით ღატაკნი ვინაიდან მათია სასუფეველი ცადა მათი იქნება ვარწარია არია აი სახარება სასწაულია რამდენი აი საიდან შეიძლება მე ამიტომ ეს აკადემიური საუბარიც არ მინდა იყოს ჩვენ ახლა უფრო ჩვენ ჟელოთ ვლაპარაკობთ იცი რა ხდება და რაზე ამეხილა თვალი და ნამდვილად აი ხელი შემიძლია მოვაწერო რომ ყველა რელიგია აი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ის არის რომ ქრისტიანობა და ქრისტე გაიგდეს რელიგიებთან აი ამ ქრისტიანობა ბუდიზმი და თითქოს ეს უკვე ნორმაა და კითხვასაც არ სვამს ადამიანი და ერთ-ერთი რელიგია ქრისტიანობა კი ბატონო ერთ-ერთი დიდი და ჩამოთვლიან რაოდენობებს რამდენი მილიონია ქრისტიანი რამდენი ბუდიზმი არც ერთ რელიგიას ჩვენ არ ვეხებით და ჩემი ის გადასაწყვეტი არ არის წმენის პატივისცემა და ისა კარგად გაგვიგოს ყველა მსმენელმა რომ მე ახლა აი კიდევ უფრო კარგად გამიგო რომ მე არ უპირისპირებ ახლა იმიტომ არც არის დასაპირისპირებელი არც შეიძლება დაპირისპირება მაშინ გამოდის რომ ორი ჭეშმარიტება ორი ის არის შეიძლება ყველა თქვას რომ ჩემი რელიგია ჭეშმარიტი კი ბატონო ესეც თქვით მე ამაზე არ ამაკლაპარაკი არავის არ ვედავები და არც ქრისტიანობაზე ვლაპარაკობ როგორც რელიგიაზე, რომელიც სხვა რელიგიაზე უკეთესია და მე ახლა ჩემსაც ვიცავ და მე არა ვარ აქ აპოლოგეტის ამპლუაში. ეს სხვა გადაცემა შეიძლება გავაკეთო, როცა პირდაპირ, მაგრამ მე არა ვარ ამის მომხრეც, ჩემი მთელი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, დაუწმუნდი ვერავის ვერაფერში ვერ დაარწმუნებ და არც აი რელიგიურ პოლემიკაში შესვლას ყველანაირად თავს ვარიდებ. უბრალოდ არაფრის მომტანია ისე ყველა საბოლოოდ თავის ადგილას რჩება მაინც ეს თუ რაღაცა სიცხადე არ მოვიდა. ანუ რისი თქვა მინდა? რომ ქრისტე ჩემთვის აი ქრისტე როგორც კაცი რელიგიის მიღმა, ეროვნების მიღმა, სოციალური მდგომარეობის მიღმა, სქესის მიღმაც კი აი ამ პირდაპირ გეტყვი ვინც ქრისტეში ახალი ქმნილება არ არის არც იუდეველი არც ელინი არც სკვითი არც ბარბაროსი არც ქალი არც კაცი ერთი სულია ქრისტეში ახლა შეიძლება ეს ყურს მოჭრას ადამიანი მაგრამ ღმერთმა პირველად ვინ შექმნა მამაკაცი თუ დედაკაცი პირველად აი ვის ქმნის ღმერთი თავდაპირველად ვქნათ კაცი ხატად ჩვენდა და მსგავსად ჩვენ ეს არა განზრახვა შეგვიძლია და ეს კაცი ვინ არის ხა ავტომატურად რო იტყვი კაციო საქართველოში პირველ რა წამოგიდივდება კაცი რა თქმა უნდა მამაკაცი ხო კაცი დედა ქალი ნაკლებად ყოველ შემთხვევაში ინერციით აი რო არ დაუკვირდე ხა სინამდვილეში დედა კაცი და მამაკაცი გვაქვს უკვე ორივე კაცია და თავდაპირველ კაცში ეს ორივე შიგნით იყო არ იყო გარეთ გამოყოფილი შესაბამისად ქრისტეზე თქმა რომ გამოკვეთილად მასკულანურად აი რო თქვა იმ გაგებით მამაკაცია რა გაგებით ჩვენ გვესმის ეს არ შეიძლება ამიტომ ქრისტე უკვე მეტია იმის არსია უკვე და ამ სხეული არ განაპირობებს ჩვენს არს იმის გეუბნება რომ იმ არში ეს ქალურობა და მამაკაცურობა არ შერწყმული ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გადავდივართ უკვე გულისა და გონებაზე აი ჩვენთან ბავშვობაში მაგალითად თუ ლექსი მოგწოდა ქალაჩუნას გეძახდი და ბავშვებს გვეშიდოდა რომ მამაკაცურობა ნიშნავდა რომ აი რაღაცა უხეში ხარ ძლიერი ხარ ახლა
ბევრი უთქვა მსახიობებს და იმათ მუსიკოსებსაც კი რომ ბავშვობაში მაშინ რომ დავდიოდი ბიჭები და აქციონები და ვიოლინო დედას მიქონდა და ჩვენ უკან ვიდიოდ ანუ თუ ვიოლინო მიქონდა ქალაჩუნა იყავი ანუ მუსიკა თუ გიყვარდა პოეზია თუ ახლა ვარ თუ დაყნოსიდი უკვე ქალი იყავ გოგო იყავი ანუ ეს კულტურა აკეთებს ამას თორემ შენ ქალური ხარ ასპექტია ეგ მამაკაცური და ქალური ახლა გონითი საწყისი უკვე მამაკაცური სიმბოლოა და არა იმას არის მაინც და მაინც აი თვითონ ბიოლოგიურად გამოკვეთილი მამაკაცია გონეიერი და ბიოლოგიურად გამოკვეთილი ქალი რაღაცა ის ემოციის ეს ამის ანუ ქრისტეში ეს არის ერთში მოყვანილი შიგნით კონცეფცია ეს მოდელი ანუ აი მე რო თქვი ისე ვიქამდე რომ მივიდეთ რომ არსი რაშია ჩემში მე კითხვა დავსვი ადამიანის ხო და ქრისტე რატო ვირწმუნე ან რატო მაინც ამას ქრისტე ამ შემთხვევაში შემთხვევით ქრისტე რელიგია კი არ იყო და არც ამირჩევიათ არც არაფერი ქრისტემ გამახსენდა მე ის რაც მე გამახსენდა ჩემ თავში ვინ ვარ და შესაძლებელი არ ქონდა არაფერი ეს მე მეგონა ან ჩემი ფანტაზია ან აი ჩემს გარშემო რომ ვეტყოდი რაღაცას აი რატო არის სიკვდილი ურსელები დამციდოდი კაცო რას ამბობ რა არის ბუნებრივი არის კაცო სტალინი მოკდა ჩვენ კი არა და ჩემთვის კიდევ ხო გეუბნები ეს არავე აი არის ანუ თუ ადამიანში აიმიტომ ამბობ რომ საწყისი რომ იპოვო აი ქრისტე მართლა ეს არის თუ შენში ეს კითხვა ჩდება მართლა გულიდან გამოსული აი ბოლო მე არაფერი უმთავრესია ჩემთვის აი ბოლო ვინა ვარ მე ჩემი ბოლო კითხვა იყო აი ჩანაწერებს ვაკეთებდი წმენამდე სანამ სახარებას გავიგე რაშია ჩემი არსი აი მაგათად ქრისტეს აკაცის სიტყვები მარილის არსი არის დამარილების უნარი ანუ მარილი უდრის დამარილების უნარი თუ ეს დამარილების უნარი წაერთვა მარილს ის უკვე არ არის მარილი ხო შეიძლება წონაც ქონდეს ფერის ქონდეს მარილი არ არის იმიტომ რომ მარილის არსი ეგ არის ან ნატურას არსი არის განათების უნარი თუ ის ვოლფრამი გადაეწובה ის გარემონად ნატურას გავს ის შეიძლება ვოლფრამიც ქონდეს ის გაწყვეტილი ვერ ნახო მაგრამ თუ ის არანათებს ის უკვე არსი დაკარგა ნატურა მის ნატურა არ არის ის არის ნაგავი უკვე გადასაყრ და შესაბამისად ესე შეგვიძლია აი მე ჩემ თავთან მივედი ჩემი არსი რაშია გესმის ეს ძალიან ისეთი რამ აღიჩინა ეს კითხვა არ ვიცი ეს მოხდა როგორ რამ გამაჩინა ეს ხდება თვითონ რამ შეიძლება კონკრეტულად შეიძლება ბავშვობიდან მე რა ხა უკვირდები სიცოცხლის სიყვარული ალბათ ანის თვითონ სიყვარული როგორც ასეთი არის სულ ბავშვობიდან სულ შეყვარებული ვიყავ და ეს სიყვარული ცხოვრებას რაღაცა ისეთი კუთხით გაჩვენებს რომ უკვე სიკვდილს არ იღებ როგორც მოვლენას ვერ იმ სიყვარული ცოცხალი აქედანაც ჩანს ჩემთვის სიკვდილი უკვე გახდა აბსოლუტურად სასჯელი მიუხედავად იმისა რომ ტვინში და ჩაბეტონებული ქონდა ბავშვობიდან რომ რას ამბობ აი ნახე კაცო ყველა იბადება იზრდება არაფერი პრობლემა არ არის და აი სიყვარული ისეთ მას აცოცხლებს შენში რაღაცას ვიღაცას ვინც უკვე სიკვდილს განიცდის როგორც სასჯელს და არა როგორც ბუნებრივ მოვლენას პირდაპირ მნიშვნელობით ეს საშინელება იყო მე ახლა რომ ამის განცდის განმსა შეუძლებელია ეს ალბათ შეიძლება ის სიკვდილი მიჭირ ადამიანს კონდეს ესეთი განშერობის ყოველ იმაზე სიკვდილი როგორც მოვლენა ჩემთვის გახდა სასჯელი არ მინდოდა და აი ეს ვინ არის ახლა მე რომ ბიოქიმია ვიყო მარტო და რომის თვისება დაშლა თუნდაც მაშინ რატომ არ ვეთანხმები იმას რომ მე დავიშლები ვინ არის ის ვინც ამას არ ეთანხმება აი საიდან გაიღვიდა ბიოქიმიამ და მილიარდობით წლით ამ წრის ნაწილაკების კომბინაცია თუ ვარ ამა როგორ დაბადა ჩემში ის ვინც უკვე გადის ამის ბუნებიდან და ამბობს მე სიცოცხლები და მე აქ რატოა ეს მე ვინ არის ამის კომბინაცია აი ეგეც რა ვიცი აბა შესაძლებელია ეგრე იყოს ანუ ეს არის ადამიანი დიდი ნიშნით აქედან იწყება ანუ თუ შენ აი ამ კითხვას ახლა ამ მდგომარეობამდე იმიტომ მიხვედი რომ მართლა ეს ვიღაცას უნდა ეს და არა იმიტომ რომ შენ ახლა ნუ ახლა კაცო მონათული ვარ და ბოლო რა სინთეზიც კაი საქონელია უხესად ესე რომ თქვა და უტრირებურად არ უნდა ვიცოდე კაცო რომ მე რელიგიას მეუკვდები კაცმა რომ ვითხეს მოდი რა მარტო ამის გამო შევის
მაშინ ეს არ მგონია რომ ამან პასუხი ეგ არ არის ერთი არის შინაგანი რაღაცა მაწუხებს და მომინდა რომ გავიგო და აღმოვაჩინო ეგ ფაქტია და მეორე რა მაგრამ მე რო უყურებ გარემოც მატრიგერებს ანუ გარემოში იმდენ რაღაცას ხედავ რაც ჩემში უფრო შინაგან იმისკენ დგრადობის ძიებას მიჩენს მე აი ეს გარედან რა ქარიშხალებიც არის დღეს სამყაროში და ჩვენ ქვეყანაში და ამდენი ჭანჭყარი და ჯანჯღარი რომ მიმდინარეობს გინდა არ გინდა რაღაცას რომ მოიჭიდო ამ მოსაჭიდს და ამ მოსაჭიდის საჭიროებამაც მომიყვანა ანუ ეგეც არის რომ ამ სიმდგრადეს მე არ ვეძებ გარეთ მივხვდი რომ ეს სიმდგრადე საბოლოო ჯამში არაფერი გარეგნულში არ არის აი აღმოჩენა მაქვს შეიძლება იმიტომ რომ ბევრ რაღაცა გავაკეთე და ბევრ რაღაცა შევქმენი ამ ცხოვრებაში ბევრ რაღაცაზე მეგონა რომ ეს დასაყრდენია და ბოლოს მივხვდი რომ ყველაფერი წარმავალია ანუ ყველაფერი თან საინტერესო არის რომ რასაც უნდა ჩაეჭიდო მე ცხოვრებას ხანდახან მგონია რომ სპეციალურად გააქვს შენ ცხოვრებიდან რომ მივხვდე რომ შიგნით არის საზევნელი და არა გარეთ და რაღაცნაირად მაგრამ ბევრი რაღაცა მოხდა ჩემს ცხოვრებაში რომელმაც გარეგანიდან ყურადღება გადამატაინა შიგნით და ეს შიგნით ამ ხელა დოზით გადატანილმა ყურადღება მომიყვანა შენამდე და მომიყვანა ამ კითხვამდე საბოლოო ჯამში რომ როგორც მინიმუმ მაგაში გავარკვევი ჩემია თუ არა ამ ჩემ თავს ვიპოვი ამაში მე უფრო ეს კითხვა მაქვს მე არა მაქვს აი ჩემია ეგება არ არის ჩემი ეგება 19 წლის ასაკში რა ვიცი მიკუთვნებულობამ რაც გამაკეთებინა თავის დროზე და მჭირდებოდა მაშინ ეს მიკუთვნებულობა ასაკი იყო ეგეთი დასაწყისში ვიყავი ჩემი გზის და რაღაცნაირად ვეძებდი რომ მეტი მიკუთვნებულობა მქონოდა ადამიანებთან ამ ქვეყანასთან მოსახლეობასთან ადამიანებთან და ასე შემდეგ და ეგება დღეს მე სულ რაღაცას აღმოვაჩინე მესმის საშა მოგურე შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ ან მე ან საერთოდ ჩვენ ვიღაცა ვხვდებით ან რელიგიურები ან რაღაცეები ან თუნდაც რაღაცა იმის მერე რაც რაღაც გამოვიკვლიეთ ბიბლიას ავიკითხეთ რაღაცა ვეძიეთ ის და მერე რაღაცა უკვე მორჩა უკვე ქრისტიანი აი მთელი სასწაული ის არის რომ შენ ჯერ ხდები ქრისტიანი და მერე ამყარებ იმას რაც ანუ ჯერ კრედიტად და თუ რატო არ ვიცი ვერაფერი და ვერანაირი მტკიცებულებით ვერ ირწმუნებ შენ თუ რაღაცა არ მოხდა შენში აი ეს უკვე საიდუმლო აი სასწაული რაღაცა აი ეს რა არის ეს წმენა მე ვერ გადმოვცემ ამას აი რატო გწამს თითქოს დაუცველი აი რატო დაგწამდეს რაღაცა რა რით ამოწმებ რით ამტკიცებ ვიღაც მეცნიერი დაგიწყებ კირკიც ქრისტესაც იგივე პრობლემები მქონდა კაცო შენ თვითონ ამოწმებ შენ თავზე შენ რა იცი ქრისტე ხარო და ასე სხვადასხვა ისრაელში ვიყავ 2010-ში ხო და მივდივართ ისა გიდი ყავს რუსი ებრაელი ქალბატონი ავტობუსით მივდივართ იერუსალიმში პიტაყტი ყავს სულ ძალიან კაი გიდები არიან მანდ არ ვიცი რუსი ებრაელი იყო ჩვენ რუსულენოვანები ვიყავით და ის პიტაყტიგვაში ვიყავ იქიდან თელავიდან ახლოს არის იერუსალიმი და აღარ ეს კალი ამბობს ასეთ სიტყვებს რომ კაცო თქვენო ებრაელებისაც უნდა გესმოდეთ იუდეველებისთვისაც ქრისტიანებს გასაგებია ყველაფერი მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ ებრაელი, იუდეველი, სოლომონის ტაძარი, აქედე ის დაინგრა მეორე ტაძარი, მღვდელმთავრების ინსტიტუტი, მოსე, ეგვიპტიდან გამოსვლა, მთელი იერარქია, ამდენი ომები, ყველაფერი და ესე შემონახული იეღოვა და რაღაც იახვეს ტაძარი და დიდი, მოკლედ ესე მთელი ეს სისტემა აგებული, ეს რელიგიური სისტემა, პოლიტიკა, ეს მესიანობა და ამ დროს ვიღაცა მოდის ნაზარეთიდან 30 წლის ბიჭი და ამბობს მე და მამა ერთი ვართ მე ვარ მესია. ამათ რა იქნა თუ როგორ უნდა მიეღო თუ აბა წარმოი ერთი წამით მდგომარეობაში შედით აბა როგორი გამოწვევა იყოს მათი. არა და იესო არის ტესტი ამ დროს. ანუ იესო და მთელი ებრაული სისტემა ეს არის გახსენების და დავიწყების ხარისხები. ანუ იესო არის გახსენება იმისა რაც ამათ დაავიწყე და ახორხეს ამდენი.
და უცბად მოდის ის ვინც შენ დაივიწყე და უკვე ვერ გამოდიხარ სიზმრიდან, იმიტომ შენ ეს სისტემები შექმნილი გამ დავიწყების მოდელები, შიშები, ტაძარი, დემთავრების ინსტიტუტი, იერარქია, ფარისეველთა სექტა, წიგნობრობა, დამუშავებული თორა, მასწავლებლები, ტრადიცია და ვიღაც ხუროს თვითონაც დურგალი. არანაირი რეგალია გარედან არა აქვს. გასაგებია რომ ხაშე შეიძლება თქვა რომ სასწაულით ვაკეთებ, მაგრამ სასწაულებს ისე არ აკეთებ და ისე მასავით რა, ვიღაც ფაკირი რომ მოდის და აბაჰავდა პირებსო და არა, სიყვარულიდან კეთდებოდა და ადამიანის თანამონაწილეობის სხვანაირად არ კეთდებოდა. ეგეც და არც თვითმიზანი იყო იესო თვითონ ამბობს რომ თუ ამ ხელს ებრაელებს მერე რომ თუ იქ ერთ-ერთი გავში წერია ისეთი რომელიც ქრისტეს მოყავს თუ მოსე და წინასწარმეტყველებს არ გჯერათ მკვდარის რო აღდგეს არ არწმუნებთ ანუ უკვე ნახეთ წმენის საფუძველი საიდუმლოა წმენა არ მოდის სასწაულებიდან არც იმიდან ვერ გაიგებ რა ხდება და ანუ მაშინ რა გამოდის ვინ არის ეს აი ახლა ამ საუბარში ვთქვით რა იესო არის როგორ გითხრა იცი აი შენი პროფილის სურათი ბავშვობის რომელიც მოაქვს შენთან მოაქვს რომელიც ბავშვობაში მოგიტაცეს და გავიწყდა რომ მეფიშვილი იყავი წარმოიდგინე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობ აი ეს არის წუთისოფელი კი კაცო იქ საჭმელის გაგივლიან კიდეც მუშაობ რაღაც სამსახური შეიძლება გქონდეს მაგრამ მამა გეძებს შენ უფლისწული ხარ და მოდი ფოტოს გაჩვენებენ მეფიწულის მაშინ ტანსაჭმელს გამა აი ესო ვინ არის გეუბნება შემომხე ისინი გახსენება და შენ ხარ მისი დავიწყებ აქ ორი კი არ არის ერთი ეს სხეულებს აანებთ საერთო მთლიანობაში ჩვენ ხო ადამი ერთი იყო რა ბევრი იყო შესაძლოა ადამიანები ვინ არის მაშინ რელიგიებით კულტურებით ეპოქებით რომ მოდის დაღდასმული სახელმწიფო სისტემებით რელიგიები ეს ყველაფერი რომ დავშალოთ უკარო წავიდეთ ვინ თავში ვიდგას კაცი ვინ არის კაცი ღმერთის ხატება მსგავსი უფრო სწორად ხატება და მიმსგავსების პროცესია მთელი სამყარო და ამ დროს ჟამთა ბოლოს ეს იესო დგას არაფერი გარეგნული ბრწყინვალება არ აქვს და რატო ბრყოდებიან იმიტომ რომ უკვე დეგრადირება ისე დონეზეა რომ აგებულია ყველაფერი ფიზიკურ აღქმაზე ანუ ვით ფიზიკურად ძლიერია იქ პილატესის რომის იმპერიის წარმომადგენელი აქეთ მთავრები იქეთ წიგნობრები დახარისხებული ახორხილია თუმცა ეს ყველაფერი სიყალბეები და იესო ახსენებს მათ აბრაამი აბა როგორ იყო აბა მელქისედეკი გაიხსენეთ უდედო უმამო არანაირი რეგალი არ აქვს მაგრამ აი მეფე ვინ არის ვინც შიგნით სავსე ხსოვნა თუ ვინ არის თვითონ და მას არ ჭირდება ატრიბუტები და არ ჭირდება რაღაცა სისტემები და ის თავისუფალია უკვე თავის თავში აი ეს მოდის და უპირისპირდება ამ წუთის სოფელს რომელიც აგებულია შიშზე და შფოთზე იქ ორი გზნობა გაჩნდა იქ 64-ის როცა შეცოდა შიში და სირცხვილი თუ დააკვირდები მთელი ურთიერთობები აგებულია ამ ორ გზნობაში ანუ სისტემები ომები თავდაცვა ბრძოლა წარმატების სირცხვილის გადასაფარად სირცხვილის სიმცირეა და რატო ღვთის ხატება რო ხარ შევერიდან ნაკლებად ყოფნა და შესაბამისად სუცდილობ რომ არ შერცხვე ნუ გახარჩო გადაფარო რაღაც წარმატების ფსიქოლოგი რაც არის ამ წუთის სოფელში ეს არის ხელოვნური მცდელობა ადამიანის რო არ ჩაიკარგოს არ დამცირდეს ვიდრე მან იცის რომ დიდია მაგრამ აქ ახორციელებს უთისოფეში და ქრისტე ამბობს ნუ იჭაჭებით ისედაც ხართ გაიხსენეთ ნუ ცდილობთ არამედ ნახე როგორ უპირისპირდება ორი სისტემა ერთმანეთს წუთისოფე როგორ მცდელობებზე აგებული სისტემა ყველაფერი აქ არის აბსოლუტური პოლიტიკური სისტემები იდეოლოგიები რელიგიები ფსიქოლოგიები რა ვიცი ყველაფერი დაწყებული რაც რომელიც შენ ილუზიას გიქნის რომ ძლიერი ხარ რომელიც ღმერთში იყო აი პირველი ცოტა როგორ იყო შენ იქნები როგორც ღმერთი აი ამაზე აგებული მცდელობაზე იქნები და ის კიდე იყო ანუ გესმით აი ესობა რა არის ერთი მხრივ მთლიანად გამოყოფილი ამაზე გახსენება რომელიც აღდგა მასში ამ სისტემიდან და წუთისოფელი რომელიც დავიწყებით აქვს შექმნილი ეს მოდელები ყველაფერი და აი ახლა რო ნახეს ეგო დაბრყოდნენ ხო ამის და შესაბამისად ვინ იღებს აი ახლა ძალიან საინტერესო ვინ იცნობს ქრისტეს იესო რო დადის ვინ არის მისი მოწაფეები საიდან რომელი ფენიდან აი ერთი მომენტია ძალიან სხვადასხვა აი ამას მე ვამბობ იმისთვის რომ აი რა უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ რო დღეს ასეთ ინფორმაციის ეპოქაში, როცა ამდენი ინფორმაცია მოდის ყველგან ინტერნეტიდან, გარედან, წიგნები, ყველაფერი არის, რელიგიები, ასარჩევად მედიტაციები, ყველანაირი ჯურის იდეოლოგიები და აქ რა არის ჩემში ის რაღაცა თვისება ან ხასიათი,
რომელიც მე დამიცავს აი ამ გადაცდომების კი არ ილუზიებისგან რომ არ შევწდე და არ მეგონოს რომ უკვე ვარ ხო ამდენიმებში რო ვარ ხო კითხვა ხო კაცო როგორ გავარჩი და ყველა რო ედავება ერთმანეთს მე ვარ სწორი მე არ მინდა ვინ არის სწორი ჭეშმარიტებას ალტერნატივა არ აქვს ფოთაშორის ჭეშმარიტებას სიტყვა ალეთი არის ბერძნულად და ნიშნავს ღიაობას და ლეთოს ხო ლეთარგიული ძილი და არის უარყოფის ნაწილი აქ და გამოდიან ეს არის რა დევს და რაც მტკიცება არ ჭირდება თუ მაგაზე ჯერობს შენ უკვე ჭეშმარიტება არ იცი იმიტომ რომ ის თუ არსებულია თავის თავში შენ არ უნდა იყო წესით მაშინ რომელიც მასზე მჯერო მაშინ გამოდის შე უფრო დიდი ხარ ვიდრე ის და შენ ყოფილ ხარ მაშინ ნახე რა პარადოქსია თუ შენ ხარ და გონია რომ ჭეშმარიტება იცი ან ადგა უკვე ნონსენსია იმიტომ რომ ის თავის თავში თვითკმარი იმის იქით არავინ არ არის ჭეშმარიტება არის მე ვარ თვითონ ამიტომ ქრისტე არ ამბობს მე ვიცი ჭეშმარიტებაო ან მე გასწავლი ჭეშმარიტება არაცი მე ვარ ჭეშმარიტება ეს სხვა მე ანუ სხვა თარგმანში კიდე უფრო მიახლოებულ თარგმანში ორიგინალ თარგმანში ეს არის მე ვარ არის ჭეშმარიტება მე ვარ არის გზა ანუ ის რას აღღერებს რომ მე თქვენ ჯობი ვარ კი არა მე ეს ვარ და თქვენ არა მე ვარ ანუ ის რომელიც შენ არსობრივად ხარ მაგრამ ეს გადაფარე სოციალური ეროვნული რელიგიური სქესობრივი რაღაცეებით და მე ვარ ვიღაცას ამატებ უკვე აი და პროფესია ნაციონალური და იმასთან აკეთებ იდენტურობა და ახლა ის კიდე ქრისტე ვინ არის ვინც ამისგან გამოთავისუფლდა და თავის თავში აღმოჩენა ის რომელიც ამ დიფერენციამდე იყო თავისთავად არსებული აი ეს უფლისწული მე რო გითხარი და ის გახსენება ვართ მეთქი აი იმის პირველი აი მე წინაში რაღაც ვამბობდი და გამეწყდა ასე მე რო გადავედი ხოდა ძალიან მნიშვნელოვანი ანუ რა არის ის თვისება მეთქი ჩვენში ჯერ ეს უნდა აღმოაჩენ ანუ შესანამ ძიებას იწყებს სანამ რაღაცას შეხუდა მივხვდი რას ეძებ და სად ეძებ რით მოძებდი რომელი ნაწილი აი დავუშვათ ვეძიოთ ღვერთი რომელი თვალით გამოვრიცოთ ყურით რომ მოისმენ ამ ფიზიკური ყურით არა ხელს მოკიდებ თუ მაშინ ჯერ ეს უნდა გაარკვიო ჯერ შენში უნდა აღმოაჩინო ის ნაწილი ვინ დაიტევს იმას რომ ეძებ ახლა სად ეძებ და რაღაცა კიდე სხვა საკითხავი ანუ რა თვისება არის შენში ის რომელიც უნდა მიაგნო ან რომელიც უნდა გაიღვიძო შენში რომ მე იმის მეშვეობით შენ მიწვდე ჭეშმარიტს და არა რელიგიებს და არა იმას რასაც ვამბობ და ამ შემთხვევაში არის ძალიან კარგი მაგალითი რო გითხარ ვინ არის იესოს მოწაფეები მეთქი და ერთ-ერთი მაგალითად ფილიპე უკვე მოწაფეა ქრისტესი გაყვა და პოულობს ნათანაელს და ეუბნება ჩვენ ვნახეთ მესია იესო ნაზარეთიდან ნაზარეველის ახლა ეს როგორი ბომბაა იცი ეს თქმა როგორი აბსურდულია იმ საზოგადოებაში რომ გადახვიდა ახლა ებრაელები როგორ მესიას ელოდნენ და როგორ ეჯახება ეს ანუ ესე იგი მათი მოლოდინით რომლებიც რომის იმპერიის ქვეშ გმინავენ და ამათ კიდე რჩეულიერი არიან ხო და კაცო მესიას ელოდნენ მუდმივად იქ რომელიც პოლიტიკური სისტემისგან გაათავისუფლებს იქნება დავითის შთამომავალი ახლა ეს უკვე ფიზიკურში რომ გადაიტანო იერუსალიმიდან მოვანო დავითი ბეთლემი და უნდა დაიბადოს მე რაღაცა ისეთი არისტოკრატიული ოჯახის ის უნდა ანუ ფიზიკურშია გადატანილი ეს სიდიადე და ამის მოლოდინია ფიზიკურად ძლიერი იქნება მე ამბობ რაღაცა პოლიტიკური ლიდერი მოკლედ რო ვთქვა მოგვი ყველაფერი რაც ჩვენ ხვდებით ახლა მატერიალისტები რო ვართ როგორ ფუთავდა და ამ დროს ნაზარეთს ახსენებს ნაზარეთი ებრაელების წარმოდგენაში ახლა მე წყაროებში შეგიძლია ნახოთ რომ პილიგრიმები ვერცულიდნენ ნაზარეთს იმიტომ რომ იყო ჩაოხრებული ესე რომ თქვა და ყარდა ყველაფერი იმდენად არაფრით არ იყო მისაზიდი არავისთვის ეს იყო თან ხალხიც ისე ცხოვრობდა იქ ნახევრად გალილეა და ებრაელები მით უყურებდნენ რა მეორე ხარისხოვან ხალხად ვიდრე იქ იყო ნარევი აი ბაბილონის გადასაღების შემდეგ აერია და ნახევრად წარმართები ნახევრად იმიტომ იყო პეტრე და იმას რომ ენასაც უწუნებდნენ კილოს შენახდათ გალილეელი ხარ იმიტომ რომ ენაც ან როგორ რაღაცა იცი ცოტა პროვინციას რო დასინო რა შენ ხა ქალაქელი რო ხარ ადრეცოდე ვაკელები რო ხა დანელებ სადახა დაუშვა და ადრე ჩემს სტუდენტობაში ეს მithumetes პერიფერიდან ჩამოსულ ხოდა ამ დროს როდესაც ეს ფილიპ ეუბნება ნათანაელს ჩვენ ვნახეთ იესო მესია ნაზარეთიდან უდასტურებთ
ეს გაუგნებული ნათანაელი უბნება კი, მაგრამ ნაზარეთი და რა სიკეთე შეიძლება იყოს. არ საუბრობ. აი ხა რა არის აქ რით მოიგო ნათანაელმა. აი რამდენჯერ შემთხვევა ყოფილა ჩვენ გვერდი აგვივლია ასეთ რაღაცების, რომელიც მე ჩემი იმ ცნობიერებისთვის, იმ პლატფორმისთვის, იმ მოდელისთვის, ცნობი აზროვნების, რომელიც მე მაქვს, ვიღაცა გვერდი ამივლია, არც კითხვა დამისვამ და ავტომატურად უარი მithქვი, და ამაში არ ჩდება. აი რა არის იუდეველობა და ჭეშმარიტი იუდაც რას ქვია იქ სხვადასხვა მე ვიტყვი ამათ. ანუ რით მოიგო ნათანაელმა. ახლა ფილიპე ნახე სად გამოიჭერა ფილიპე. შეხო ამბობ ამას რომ ნაზარეთი და რა უნდა მესია. წამოდი და ნახე. აი სად მოუგო. ანუ ჭეშმარიტების მაძიებელი არ ენდობა თავის აი ეჭვში აქ თავის მოდელში, აზროვნების მოდელში, რელიგიაში, სისტემა ის სუბშიერია. ის სუბწყურვალია. ჭეშმარიტება ისეთ რაღაცებს თავის თვითონ ამოწმ, მაგას ვერაფრით ვერ აიძულებ შენ თავს, რომ თავი მოიტყუო. თუ მღვიძარე ხარ. თუ მღვიძარე არ ხარ, შენ კი მართლმადიდებელი ვარ, კაც უკვე მეყობე ზიარები, აი მახსარება, ანუ მე არ ვამბობ რომ მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტება არ არის და არა, ამ გაგებით კი როგორც რელიგიურობა, ну, თუნდაც კათოლიკობა, თუნდაც მუსულმანო, მე ხო ვასრულებ ყველაფერს და საკმარისია. აი მორწმუნეები, ჭეშმარიტ მაძიებელი ადამიანები ყველა რელიგიაში არის ყველგან ერთად გაფანტული, ესე რომ ვთქვა. ის არა რომელიმე რელიგიის მიკუთვნილობა, რომელიმე ერის, რომელიმე ეპოქის. ესენია ზეროვნული, ზეეპოქალური და ზერელიგიური ვიღაცეები, რომელს ყველგან არის მეფატული, ამათ ჯიში არ აქვს, ამათ რელიგია არ აქვს. ესენი არის მუდამშივრები. იმიტომ რომ აი როგორ გითხრა ხა დედას რო ეძებდეს ბავშვი და ასობით ქალი იყოს, ხო? ხო ვერ მოატყვე ბავშვს ეს დედა შენია, როგორ არა ის გავსო რო უთხრა, აი ძალიან გავს. შეიძლება ერთი ერთზე გავდეს, ტყუპისალი იყოს დედის ბავშვს მოატყვე. ზუსტად ესეთია ჭეშმარიტ მაძიებელი ადამიანი. მაგაც ვერ თავსაც ვერ მოიტყუებს. იმიტომ არის ქრისტეს რომ ნეტარ არიან სულით ღატაკნივინე და მათია სასופებით სადად იქ სულით ღატაკში არის სიტყვა აი რუსულ თარგმანად მაგ ბლაჟენი ასაზნაიუში свою პატერნოს в Боге. ანუ ნეტარ არიან ვისაც ღმერთის ნაკლებობას განიცდიან და დავითიც ამბობს ჩემი სული უფალო შენ წინაშე ვითარცა ქვეყანა ურწყლული შენზე ნაღლობ ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ მიწაზეო უცხო მიწაზე აი ეს დაშაშრულები ეს უკვე ცალკე კარგი გაგებით კასტა არა აქვს მნიშვნელობა ასეთი ადამიანი ყველგან და ყოველთვის იყო ყველა რელიგიაში, ყველა ეპოქაში, ყველა სოციალურ წერში, ყველა ერში. არა, აი დღეს ახლა ამ კვირას გუშინ მქონდა ზუსტად ასეთი მაძიებელზე სახარება ასისთავი მოდის ქრისტესთან რომაელი. წარმოიდგინე ახლა ის გაბატონებული ის იყო და ქრისტეს როცა მისი წმენა ნახა, მოდი არ გაგვიწევდეს ბევრი ისე წმენა გამოავლინა იმან. რო ქრისტე გაუგნებული ამბობს ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენაო და ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ დადგება ჟამი როდესაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მოვლენ და დასხდებიან აბრაამ, ისააკ და იაკობთან ერთად სასუფეებში, ხოლო სასუფეები ძენი გარე იქნებიან გაგდებულებიო. ანუ არანაირი უპირატესობა არა. ამ შემთხვევაში მე მართლმადიდებლებს იგივე შემიძლია თქვა თუ კი ეს იუდეველებს ითქვის რომ შენ რომ მართლმადიდებელი ხარ და რო თქვა უკვე გამიმართლა მე უკვე მართლმადიდებელი ამაზე დანდობა რომ მე უკვე ჩემი მას მუსულმანის იგივეს ამბობს რომ მას თავისი რელიგიაზე ეჭვიც კი არ შეაქვს და ყველა ბედნიერია რომ მე გამიმართლა რომ მუსულმანი ვარ იუდეველიც იგივეს გიტყვის აქ არ არის ამაზე ლაპარაკი სხვა რაღაცა აქ არც ის არის რომ არც რელიგიაც არ არის ქრისტე ამ შემთხვევაში ეს ჩვენ ვაქციეთ რელიგიად შემდეგ ამიტომ ეს არის ჩემთვის აი როგორც ნათანაელისთვის წამოდი და ნახე სად მოიგო ანუ ამ შემთხვევაში ნათანაელის სხვა მდგომარეობა რქონდა ხო იტყვა კარგი რა დამაებერა მაგას დრო დავკარგო რამდენჯერ გითქვა ჩვენ ასე და გვერდი აგვი მილიონჯერ მე სხვათა ჩემ მდგომარეობას გეტყვი აი რამ გადამარჩინა მე ჩემთან მოდის თამაზ მელიქიშვილი ერთი ჩემი კურსელი და აი როდესაც მწვერვალზე ვარ პიქსე ვარ მეთქი ჩემი ძიებების და უკვე სული მეხუთება სიკვდილის შიშისგან ღამეები არ ბძინავს ჩემს ცხოვრების აზრი რაშია ცოდვების სიმძივეს ყველაფერი რაც ქრისტეში უკვე მომხდარია მაწვება მაგრამ სახარება ჩემთვის დედაბრების ზღაპარია
არასო აი ყველა წინში ჩავიხედავ და სახარებაში არ ჩავი. იმდენად ატროფირებული მქონდა და იმდენად მithumetos უნივერსიტეტში ახლა ისტორიის ფაკულტეტზე განსაკუთრებულად გვასწავლიდა რომ ეს ეკლესია და მართლმადიდებლობა და ბიბლია ზღაპარია სპეციალური დისციპლინებითაც კი ანუ ათეიზმის კომუნიზმის ათეიზმის კათედრაზე ვსწავლობდი პლუს კიდე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კიდე იქით რომ მეცნიერულად ამხელა წიგნებს ვსწავლობდით რომ მატერია პირველ საათზე არანაირი ღმერთის სასაცილოა და სიგიჟეა და ნახეთ როდესაც ეს ამბობს რომ ამ დროს ამ პიკზე რო არის ვიღაცები არიანო ჩვენთან სახარებას კითხულობენო თუ წავედი გესმის სიგიჟეზე წავედი განგებამ წამიყვანა სასაცილო იყო ჩემთვის აი როგორც ნათანელემ რა უნდა აქ რამეს და მაინც მივყავარ რაღაც ძალას აი სიგიჟეზე ანუ და იქ ხდება ის რაც ახლა ეს სხვა საკითხია რომ მთელი ცხოვრება ბეძებით მართ აი ნახეთ ახლა მე ისე თქვა მე ახლა ისევ ნათანელს დაუბრუნდეთ და მე თვითონ ქრისტეს ჭეშმარიტი არსი რა არის და რა უნდა ქრისტეს აი ეს ანუ გვაკუთხეთ იმეთქი ის რაც ნამდვილია და შეიძლება ვთქვათ რომ არ ანუ თითქმის შეიძლება გარანტიაც კი იყოს ამდენ ასეთი მაშ ქაოსში შენ საკუთარი თავი იპოვა რა ნაწილია შენში ეს ისეთი ეს ტვიფარი ადამიანში რო არ იყოს ჩვენ განწერილი იქნებოდით და ვერასოდეს ანუ მართლა ჭეშმარიტების შვილი რო არ იყოს ადამიანი ვერც გაახსენდებოდა თავისი თავი ამიტომ გითხარ რომ ქრისტე არის პროფილის სურათი მეთქი შენი უფლისწულო ბილას უყურებ ასე და შენ ეს მონური ცნობიერება რომ ამდენი ხანი მოწყვეტილი ვიყავი კიდე ვერ იხსენებ და ეს სულიწმინდა ისე აღდგება შენში ის სახება ნელე on დროში ხდება ეს ყველაფერი ამიტომ შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელიც იყოს როცა გეუბნები რომ შენ წეხვდი სახა შეიძლება რომ კარი კაცო წეხვდი საჯერ ადრე აი იქ მერე და ის ამ წამს გეუბნება გახსენება ან ახლა ხდება ან არ ვიცი სხვათაშორის მე აქ მინდა აი იაკობ გოგებაშვილის ის მოთხრობა იავნანამ რა ქნა რომელიც ყველა მიცით ჩვენ ხო ყველაფერს სწავლობ და არ ვაკვირდებით მაშინ როცა ვსწავლობ და იქ რამხელა სიღრმეა მან როცა იაკობმა ეს დაწერა იავნანამ რა ქნა ახლა ესეც უკავშირდება ჩვენს მაძიებლობას ყველაფერი აი ჩვენ ვჯერობ ჯერ არ დაგვიწყია თავშად ამიტომ ჩვენ ვარ იმ ადამიანებთან ერთად და მეც ახლა იქ ვარ სხვათა შორის რომ პირველ რაღაც გაურკვევლობა კითხვა დავსვი სად ვარ არ ვიცი რა გავაკეთო არ ვიცი სად წავიდე არ ვიცი და რა არის ჩემში ის რომ მე არ დავიკარგო ამ სამყაროში და რაღაც პატარა ფეხი მოვიკიდო საყდენი და სად არის და ეს არ არის გამზადებულად გარედო ვიღაცა მოგცეს აქ შენ ჩართული ხარ ამაში და რაღაც ნაწილი უნდა იყოს შენში აუცილებლად რომელსაც თქვი გულწრფელობა აი უტყუარი დასტური ჩემთვის აი რომ სადაც არ უნდა მიეხეთქო სადაც არ უნდა გადავარდე თუ გულწრფელი ხარ ამოგიყვანს ღმერთი ყველგან რა ხო და ამიტომ ეს იავნანამ რა ქნა არის ძალიან კარგი ალუზია ამაზე ამ რა ხდება რა მისტერია ბიძაშვილი იყო თუ არ ვცდები მეგორი იმ ღამეს რომელიც იხსენებს როცა იაკობმა ეს იავნანამ რა ქნა დაწერა ნუ პატარა ტექსტია იცით თუ ახლა სკოლაში ყველას გვისწავლია და სხვათა შორის 92-ია ფილმი იმ დროს როგორ გადაიღეს ესეთი ფილმი თუ გაქნა ნახე იმ დროს რამოდენიმე ფილმი არის რომელიც მიკვირდა როგორ გაიარა საგურამოში აბა საგურამოშია გადაღებული ულამაზესი კადრები და რაღაც სასწაულად არის ხო და ეს იხსენებს რომ მეორე დილას რომ ავდექიო იაკობი აი ესე პირდაპირ ისე და შუა ზალაში იყო ესე გაშხალართული და მის გარშემო თითქოს ქარიშხალი ამორნილი იყოს ეს ფურცლები დაყრილი ასობით ფურცელი აი ესე ირეოდა ყველაფერი ერთად ანუ დაბადა რა მაგან ეს იავნანამ რა ქნაში ჩატო აი ის რაზეც ახაჩო ვილაპარაკებდა აბსოლუტურად ჩვენ ეს დაგვეხმარება ზუსტად ჩვენი თავის გახსენებაში ნუ მოგეთ დავიწყოთ იქიდან რიანა რა ქნა არის სოფელი ვაშლოვანი ეს უკვე რაზეა ალუზია ხო ვაშლი 64 დავუშვათ ხო გინდა არ გინდა ქართველი შვილი 3 წლის არის ქეთო ის ზღაპარში ცხოვრობს დედა მამა ეს ორივე ეს არისტოკრატული ოჯახია და მოკლედ 64-ია რა და ხა ფსიქოლოგიების ფუგეთო 3 წლიდან უკვე ეგო ერთვება ანუ კარგავს 64-ს ანუ 3 წლამდე ბავშვი გაღურილია მან არის საკუთარი მე გამოყოფილი არა შიგნით არის გაყოფა არა არაფერი არ არის ეს არის 64 და საშო იქ არის და ამ დროს რა ხდება ქეთოს იტაცებენ ლეკები
ახლა ეს ლეკებიც ეს ჩემი გამოგონილი არ არის კაცო მე ლიტერატურა ხა შემოწმებული მაგრამ ძალიან სკეპტიკოსი ვარ სხვადასხვა რაღაცას ვიდრე მივიღებ ამოწმი მე თვითონ თავს ხო ვერ მოიტყვი არის ისა ლეკები უკავშირდება ეტიმოლოგიურად წალეკვა წაილეკა წალეკვა უკავშირდებოდა ლეკების სახელსაც იმიტომ რომ მოდიოდნენ ხო ძალიან ისეთი ის იყო იტაცებდნენ კიდეც და რაღაც აი და ესეც მაინც ეს უკავშირდება მას ჩვენ ეს სახელი ლეკები რომ რა ხდება ლეკები იტაცებენ მოტაცება რა არის რომ დავიწყება ამ იმის 60-ის გარეთ გაყვან რა შემოგიტაცეს ანუ დაკარგე აი ეს უკვე პირველი ცოდვა რომელმაც დააკარგვინა 60-ისეული უბიწოება და პირადი ღმერთთან დიალოგი და სიმშვიდე სადაც დრო არ იყო სადაც გამოყოფა არ არის ექსტაზური ნეტარი მდგომარეობა ხო პირველს და აიქადა გამოვარდნა აიქ როცა ვარდო ეგო იწყება ხო შენ იქნები როგორც ღმერთი ანუ უკვე ჩდება მე ვშდები აქ ცალკე და იმავ წდება როგორც უძღებშვილში არის გიგავი როცა შვილი ეუბნება უმცროსი შვილი მამას გამომეყა მე მოიცი შემიქონება მე ცალკე წავალ ესეც იგივეზეა ზუსტად აბსოლუტურად ხო და ამის შემდეგ რა ხდება ანუ ახალ სამყაროში აღმოჩნდება კიდე გაჩნდა დაკარგა ის ნუ თავიდან განიცდიდა ყველაფერი რა თქმა უნდა ხო ასეც წერია და შემდეგ ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ისე ვიტაცებს мама კვალს მიაგნებს ესენი დაჯებია მშობელი რა თქმა უნდა დაბრუნების სახში კეთო ისე აქ არის სახში მოდი ეს დაუკავშიროთ ახლა დაბრუნება ნაცვლობას თუნდაც შენ რო დაბრუნ ნაცვლობით მაგრამ შენ ვერ ცნობ 60-ის კი ხარ ნომინალურად მონათლული უმრავლესობა მართლმადებლები კი იურიდიულად რჯულიერი ბღვდლის მიერ რჯულიერად მონათლულები ყველაფერი დოგმატურად არის აღსრულებული ნათლობის საიდუმლო მაგრამ განცდაში არ არის განცდაში ახლა დგას არც ის რომ სახშია ანუ კეთო ფიზიკურად დაბრუნდა მაგრამ დედას ვერ ცნობს მამას ვერ ცნობს აქ არის ისევ სახში მაგრამ არსობრივად არ არის აი ხა იქნება ეს მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ქართველებს დღეს ახლა რომ ნომინალურად დეიურე მემკვიდრეობით მონათლულები ვარ და ძალიან კარგია კი ბატონო მივესალმებით მაგრამ იქნება ახლა ინდა მოვისმენთ ის იავნანა რომ ჩვენ გავახსენებს რა მოხდა ნათლისღებისას და განცდაში გადავიდეთ როგორც იყო პირველ საუკუნეებში ნათლობა როგორც პირადად პიროვნულად ნათელში შესვლა ქრისტეს ნათელში ადამიანის რომელიც პირადად განიცდიდა ამ აღდგომის სიხარულს უფრო მეცაც გეტყვი ახლა ჩვენ რო გვაქვს აღდგომის დღესასწაულები წლიდან წლამდე ხო დავუშვათ იცვლება ეს აღდგომები იმის ებრაული იმის მისდევს პასექს და რომ ის რომ თვარის კულტი მასეა ციკლზე დამოკიდებული ებრაული პასექი შესაბამისად ჩვენი ისიც მისდევს რომ არ დაემთხეს არაფრით ებრაული პასექი ჩვენი აღდგომა და მე ცვალებადია და ანუ ჩვენ როგორ გულისხმობთ რომ ქრისტე აღდგა 2000 წელს თუ როგორ ის და იმ აღდგომას დღესასწაულობ და ახლა ამ აღდგომის დღეს თუ ქრისტე აღდგა და ვცდილობთ განვიცადოთ კი ახლა ჩვენს მოძღვრებს ხადაგებთ მაგრამ იქ არ არის ხა ეს ვიზუალური სიხარულია და ვაიძულებ ჩვენ თავს უფრო გვეხაროდეს და უფრო მეტია სინამდვილეში რა ხდებოდა პირველ საუკუნეებში ეს აღდგომის დღესასწაული ეს ის კი არ იყო რომ ქრისტე რო 5 წელიწად დავუშვათ იქვე იმ ახალ პერიოდში რო ყოფილიყო 10 წელი 20 წლის მერე აღდგომები წლის 1 წლის მერე ქრისტეს აღდგომას ისე კი არ დღესასწაულებდა შარშან რო ქრისტე აღდგა იმას დღესასწაულებდა არა აღდგომის დღეს რო ჩვენ დღესასწაულობთ ქრისტიანები კანდიდატები აი რო გაივლიდან ქრისტეს მოძღვრების ისა და მომზადებულები იყვნენ უკვე უნდა მონათლულიყო იქ მზადება იყო ქრისტიანი ახლა რო ხდება ისე არ ხდებოდა უცბად ისა უცბად რო კითხულობთ უცბად არამედ განსწავლა ხდებოდა მოწამეობა იყო ეს ქრისტიანად ყოფნად ეს ადვილი არ იყო ცვლილება ხდებოდა შინაგანი აღდგომა და ამ დღეს რომელზედაც კი აბა ამ დღეს როცა ჩვენ ახლა ქრისტეს აღდგომას ისტორიულ დროში თუმცა ეკლესიის მოძღვრებით რა თქმა უნდა ეს ისტორიულ დროში არ აღდგა ქრისტეს სულ აღდგება და ჩვენ ახლა ყოველ კვირაც ქრისტეს აღდგომა ვქადაგებთ ამაზე რომ აღდგომის დღესასწაულის აღდგომის ტოლფასი განცდა კი მაგრამ ვერ შევდივართ განცდაში ეგ ყველა ვიცით ჩვენ სამწუხარო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და აქ პირველად ხდებოდა რომ ამ დღეს ამ აღდგომის დღეს რო ჩვენ დღესასწაულობთ აი ეს მოსანათლები ინათლებოდნენ ანუ იგივე ქრისტეს აღდგომა ხდებოდა ამ დღეს ამ ადამიანებში ანუ ქრისტეს აღდგომა ეს არ არის ერთჯერადი ისტორიული აქტი რომელიც განხორციელდა და მე არამედ ის უწყვეტად
გრძელდება. სხვათა შორის აღდგომა არის ეს კალკი, არ არის ეს ჩვენი ქართული ისა ხურმად რო გამოხატავდეს აღდგომის ეს ანასტასის არის ბერძნულად აღდგომა არის კალკირებული თარგმანი. სხვათა შორის ვეფხისტყაოსანში უფრო ხურმა სახელი აქვს აღდგომას ქვია აღსების დღეები. იყო დღე აღსებისაო იქ ერთ ადგილას წერია, აღსება უკვე რაღაცა სისრული შალომ სისრული აღსრულდა აღსება როდესაც მოხდა უკვე გასრული გაგება გაცნობიერება და განათება ნათელია ჩემთვის ამ გაგებით მაგრამ მეგრულმა ქართულ ჩვენ ერთი პროტოქართულისა ვართ ხო ეხა ენა რო გვაქვს ახლა კლასიკური ქართული დავუშვათ მეგრული ლაზური სვანური ეს ხო ძირი მაინც ერთია ამიტომ ჩვენთან ახლა სამეგრელოს ეს ლიტერატურა არ განვითარდა წერილობა და კლასიკურ ქართულში არაბული და ბერძნული შემოვიდა თითქმის ალბათ რავის ნახევარზე მეტი რახან ეს იქიდან ითარგმნებოდა და რახან ჩვენ წიგნებური არ ქონდა ჩვენ ცოცხლად შევინახეთ სიტყვები უფრო მეტად მაგალითად აღდგომას მეგრულად ქვია თანაფა რომელიც მართლა გამოხატავს ძალიან ღრმად ქრისტეს აღდგომის არ თანაფა სიტყვით იშავს თენებას გათენებას არა გათენება არის გოთანაბა უკვე ერთჯერადი აქტი თენება ანუ პროცესი რომელიც დაიწყო და დასრულდება ქრისტეს სრული გაცხადებით ადამიანურ ბუნებაში სრული სისრულით. როცა როგორც აღდგა ქრისტე და შალომ რო თქვა აღსრულდა ბოლოს, ისე ჩემში სიცხადე რომელიც შემოვიდა როგორც მარცვალი და იზრდებოდა ჩემ შინაგან, ჩემ ფსიქიკას, ჩემ სულს, ჩემ გულს, ჩემ თელ არსებას ისე მოეკიდება, ისე დააკმაყოფილებს უჯრედულ დონეზეც კი ამ ფიზიკურში. შინაგანად მე ვიტყვი კმარა აღსრულდა მორჩა. სოთეჯეთ მეორე მოსვლა არც არის ქრისტიანული ტერმინი, ეს მეორე მოსვლა კი არა ერთი მოსვლა და სირას ნიშნავს პარუსია სიტყვა. პარუსია ერხომენოს ეს ბერძნული სიტყვები ნიშნავს კმაყოფას. მაგალითად პეტერ პირდაპირ პარუსის სიტყვას პარუსი კმა გეყავ რაც მიიღეთ. და პლუს კიდე ამწუთ ახლანდელო, ანუ მტკიცედ გახართ აწინდელ მასში ახლანდელ ჭეშმარიტებაში. ანუ ეს უკვე მოწევაა. ეს მეორე მოსვლა უკვე მოსრულია სოთაშორის მოსულია სიტყვაც არ არის სწორი მანდა რ არის ძველ ქართულ ტექსტებში ყველგან რ ამოვარდა მელი ანუ მოსულია ნიში მოსრულია უკვე სრული არის შალომ დასრულება უკვე მამაგურა მე მომივიდა ეგეთი აზრი მინდოდა ეხლა მე მიანონაზე დავამთავრდა ხო კი თუ გინდა დაამთავრდა მე მაშინისა გადავალაკეთ ანუ რისი თქვა მინდოდა რომ აი აქ ქეთო რა მე რა ვთქვი რომ დაბრუნდა ანუ მოვინათლეთ ისე მამულში ვართ ვაშლოვანში ანუ ჩვენ მართლმადებლები ვასწავლით რომ ვინც ქრისტეში მოვინათლეთ ქრისტეს შევიმოსეთ უკვე ქრისტეში ვართ აქ ვართ კი სწავლებით ყველაფერი სწორია ნათლობა სწორად სრულდება მაგრამ გაცნობიერება და გაგებაში არა ვართ მოსული ეს არის უკვე მეორე მოსვლა ქეთო სადღეშია დედას დაყავს ქეთო აი შვილო აი რაღაცა ტბორი იყო იქ სადაც შენ ბანაობდია აი ბავშვი აი შენი ჩოშორიკო თუ რაღაცა იქ თოჯინას აჩვენებს სახს აჩვენებს მაგრამ ეს ბავშვი წალეკილია გესვისი ძველი ნაშტი ადებს იქ სადაც ცხოვრობდა და ვერ შემოდის და ბოლოს სიმწირისგან დედა გადაწყვეტს რომ ბავშვი გაუშვას უკან იმიტომ რომ უკვდება რა ვერ აგებინებს ვერაფერს მე თვითონ იცის დედამ რომ მისი შვილია მაგრამ ამან არ იცის და რა ქნას და ბოლოს ეს კალთაზე რო უსის ასე და იავნანას უმღერებს ანუ იავნანის არის ის 64-ის ხმა პირველი ხსოვნა რომელიც ჩვენ გადაგვეპარა დაგვავიწყდა და იმის გარეთა ვართ და იქ რო შეხვიდე შემდეგ მოკვდე როგორც რა გვატარებს გარე ტვინი აი ეს არის ტვინი ჩაირთო ტვინი ჩაირთო იმიტომ რომ ჩვენ მატერია უნდა აგვეთვისებინას სხვანაირად ჩვენ არ გავიმიდოდით კალთიდან აი აქაც შანსი იავნანას ახლა გეტყვი რა მოხდა და როცა იავნანა ესმის ქეთოს ელანელ უკვე შეყვირებს დედა ანუ გახსენება და დამთავრდა როცა გაგახსენდება იქ კითხვა ხო არჩება უკვე გახსენება არის აი ზუსტად რაზე დგას მეთქი რომ ვამბობ ადამიანი და ქრისტე ვინ არის ჩემი გახსენება დიდ მახსენებ ქრისტე ახალს კი არ მაძლევს აი როგორც სოკრატესაც აგიგივე სოჟეროსა რაღაც ახალი გვესვის ჩვენ გონია რაღაც ახალს ვიგებთ და სიზამთილეშიო მისი ძალა
აზროვნების ახალის ის არის რომ ჩვენში მიმჭკნარ მიმხმარ ცოდნას აღვიძებს და აცოცხლებს რომელიც შენ გქონდაო ერთხელ იცოდიო მაგრამ ამან გარედან რომ მოდი აი მოდი ესე რომ შევხედოთ ადამიანში არ მომკვდარა მხოლოდ ძინავს 64 არ კვდება ეს მისი ტვიფარი ეს მისი ბუნება ჯიში აი რომ მე რო გითხარი ახლა უფლისწული რო იყო და მოგიტაცეს რაც არ უნდა მოტაცებული იყო რაც არ უნდა მონა იყო ტყვევით რაც იყო ხო არსობრივად ბუნებით შეხო მამას იმას ვინც შენ უფლისწულად ვისაც ყავდი იმან ხო იცის შენ ვინახა იმას ხო არ ავიწყდები ის ხო გეძებს შენ და შენ ხარ დაკარგული ის უფრო გეძებს შენ ვიდრე შენ მას ესე არ არის ეს სხვადასხვა ზეთი გამოთქმა არის კიდე ებრაული სიბრძნე რომ უფრო მეტად ვიდრე ბოჩოლას წყურია რომ ძროხას წური მოწყობს ხორცე ძროხას წყურია რომ ბოჩოლა დააწყულოს ჩვენ ახლა ქვემოდან ვხედავთ რომ ჩვენ ღმერთი გვინდა და წყურია და რატომ მიგვატოვა და იმას ვერ ითვალისწინებს შენ იმას როგორ უნდა შენ რო გიპოვოს აქეთ და არანაკლებ და ბევრად მეტად ხოდა ახლა რა მოხდა რატო ვერ უშვებ თუ მეც მინდა და იმასაც უნდა მე რა მიშლის ხელს რომ შემოუშვა რას არ ვაკეთებ ამისთვის ალბათ რაღაცა გზა არის და ასაკი და სიმწიფე რაღაც პერიოდი არის სიმწიფით მოხდეს და არა გარედან ვერ მოხდება როგორც ხილს ვერ დაამწიფებ ძალი ხოთი ჩვენთან რაღაც ხილი რო იყო ლევი და უშუალოდ ეს ბავშვების სუსტრაფები ვიყავით და რომ მიდიხარ ეს სიმწიფე აკლია ანუ ლევს რაღაც უჭერდით ხელს და უკვე ვაფუჭებთ ანუ ვაჩქარებდით დამწიფებას ანუ ეს პროცესში ხდება ყველაფერი ანუ ჩვენ ღვთის ხატება ის ნაწილი ჩემში ღვთიური რომელშიც სისრულე დევს მაგრამ როგორც მოდელი როგორც პროექტი და შემდეგ ეს მატერიაში გარსი ჭირდება დროში ხდება დროში ანუ მატერიით გადაფარვა იმიტომ მოხდა რომ ეს იდეა დარდაჩეს ხატება მიმსგავსებაში გადავიდე მიმსგავსება უკვე პროცესში უნდა მოხდეს თუ თავშვი შეგვიდა ღმერთი მის მსგავსად უკვე ანუ ხატაბად და მსგავსებად უკვე მაშინ კლონი ვიქნებოდი მაშინ ჩემთან არაფერი არ დარჩებოდა ჩემი სათნოება არ იქნებოდა როგორც არ არის დავუშვათ სათნო ან კეთილი ფუტკარი ან ძროხა ან მზე რატო ისინი არჩევანით არ აკეთებენ ამას ფუტკარს არ უყვარხარ შენ თაფლი იმიტომ კი არ მოყავს რომ შენზე გიждდება მზე იმიტომ კი არ ამოდის რომ შენზე მზე ამოსდის აბა კაი გუგვა და არ ამოვიდეს ნაბრძანები აქვს რა არც გაბრაზდება მზე 1000 წელი არც ძროხა არის კეთილი რომ ზემო აქვს დაუშვათ იმიტომ რომ ესე არის აი ადამიანი არის სუსტად ადამიანს ქმნის უფროსორად და კი არ ქმნის არა ეს ღვთის ხატება ან თავისუფლება აი აქ ხორციელდება ის ყვარული და მანდი ხო გეუბნები რომ ამისთვის ღირდა ეს ყველაფერი რაც ხდება ეს გადაფარვა ტანჯვა მატერია იმიტომ რომ ეს ხატება ამ მატერიას ფორმას აძლევს ჩემში ნელ-ნელა და მიმამსგავსებს იმას ვისი ხატებაც მე ხატება არის ფაქტობრივად პოტენცია აი მაგალითად არისტოტელეს აქ ისეთი აი როცა არაფერი არ იყო რა იყო აი დღეს დაუვებენ ეს პირველ ნაწილაკი აფეთქდა და იმ პირველ ნაწილაკში რომ შესაძლებლობა არ ყოფილიყო იმის რაც ახლა გვაქვს როგორ მივიღებდით ამიტომ არისტოტელემ პირველად როცა არაფერი არ იყო შესაძლებლობა ანუ შესაძლებლობიდან აი სულხასაბასაც კვერცხი არის შესაძლებლობა წიწილი არის კვერცხი არის შესაძლებლობები წიწილი ხორბალი არის შესაძლებლობებით თავთავი ანუ შესაძლებლობა დევს მაგრამ გააჩნია გამოიყენებ თუ არ გამოიყენებ ამიტომ რომელი გერჩევნა აი რომელია უფრო სრულყოფილი მდგომარეობა დასრულებული ქმნილება რომელიც აი ლომია ლომს არ მოუნდება და არც აქვს სურვილი რომ რაღაც არ იტანჯება იმის გამო რატო გამაჩინეს ლომმა და აი რამ შემქნა ადამიანად რატო არ მოვირწიმა და ვაჟამ კითხვა მაგრამ ლომი ვერ იტყვის ან ბაყაყი ვერ იტყვის რომ რატო არ ასე ბადაშაგრული თაგვი ვერ იტყვის რატო რა არ ჯობდა რომ სპილო ყოფილიყავი ან მე ვინ ვარ იმასაც ვერ აცნობიერებს აი ადამიანად ყოფნაში უკვე აი ეს შესაძლებლობა რომ შენი თავი შენ თვითონ იპოვო და შეიქმნა დაგიტოვა შენ იმიტომ თუ ეს არ გექნებოდა მაშინ შეიქმნებოდა ან ცხოველი ან მცენარე ან კლონი ან რაღაცა პლანეტა რომელიც ფიზიკის კანონს ემორჩილება მაშინ ასეთი რა ვიცი, აბა შენ შეგიყვარდება, ახლა შენი კლონი კი შეიძლება მოგემსახუროს კარგი აი ყველაფერი, მაგრამ აი როგორც მამაშვილის სიყვარული ასე ვთქვა. აი დაახლოებით ესეა ეს, ანუ ღმერთი თავისი გულის გულიდან
ამ ხატება გამოაქვს, მატერიად გადაფარავს და იქიდან ადამიანი თან თავისთან დასწრებასაც აკლებს, იმიტომ რომ თუ ღმერთის თან დასწრება ადამიანს გარედან ექნებოდა მისი ნების გარეშე. აი როგორც მზე არის ჩემი ნების გარეშე მზე და მორჩები იძულებული ვარ ვაღიარო მინდა თუ არ მინდა ასეა და მტკიცებულებას ექვემდებარება ბევრი რამე. აი ღმერთს რო დღეს რო ამბობენ ახლა ნობელის პრემიის ლაურეატებმა დაამტკიცეს რომ ღმერთი არის, ან ღმერთი არ არის. ასე მტკიცებას რო ექვემდებარებოდეს, მაშინ ეს თვითონ ვინც ამტკიცებს ის უფრო დიდია მაშინ რაც დაამტკიცა და ლამის ღმერთმა მადლობა უნდა უთხრას. ხო, ნობელის პრემიის ლაურეატ მადლობთ რო თქვენ მე მაღიარეთ და რა გამო სასაცილო არ არის ეს არ შეიძლება მტკიცების სფერო იყოს და თუ მეცნიერი პატიოსანი ეს უნდა თქვას რომ ეს წმენის სფეროა ეს არ ექვემდებარება მტკიცებას ვამტკიცებ galaktikებს რაღაც მოძრაობებს ტრაექტორიებს მიზიდულობის კანონებს შავი ხვრელი თუ რაც გინდა იქაც კი კონცეფციები და იქაც არ არის მტკიცებულება იმიტომ ადვილი არ არის ხო და მაგის თქვა მინდოდა რომ აი ახლა მაშინ სანამდე მივდივართ აი მე რო თქვი რომ ეს პირველი ნათელის მოფენა ეს გახსენება აი რა არის თავარი ეს ისეთი რაღაცა რომ ეს თავის თავში აქვს უკვე მოწმობა ადამიანს ანუ ადამიანი მე უნდა გავიხსენო რო არ იყოს ის ვიზედაც ჩვენ გვაქვს ახლა რელიგია ვიზეს ლაპარაკობს კაი ხა შეიძლება ვიღაცები თქვას რომ თქვენ ამბობთ ასე ეს რელიგია ამბობს ასე და ფილოსოფია თორე რა იცი რომ ადამიანი არის დაუშვათ მეტი ვიდრე მატერიის გროვა აი მტკიცებულებას ითხოვე და რატო გწამთო შენი წმენა გწამდა ნეტარ არის მორწმუნე მაშინ რა უმოწმებს ასე ძლიერად ადამიანს მე მგონი ეს მოწმობა არის სწორედ ის აი ზუსტად საიდანაც დავიწყე ჩვენ როცა კითხვას სვამს ადამიანი უკვე აი ეს კითხვის დასმა უკვე არის გაღვიძება რაღაც ანტისხეულის აი ხუშად ვთქვა ანუ არამატერიალური ჩემში უკვე მტკიცებულება იმიტომ ნაკლებობა როცა მაქვს რაღაცა მინდა ვიღაცა მოსაკლისება იმას ნიშნავს ის ობიექტი არსებობს უკვე იმიტომ მაშინ რატო მომინდა ხო ანუ როცა მე l'âme და განვიცდი ამ ნაკლებობას ეს ან კითხვას სვამ ავტომატურად ეს კითხვა დასტურებს რომ კითხვის ობიექტი ანუ რაზეც კითხვა დავზე პასუხი რეალურია კითხვა არის მისი არ ყოფნა არ არსება ანუ ნაკლებობა და პასუხი არსებულია კითხვა არსებულისგან დაშვერება ის რომ არსებული არ არის კითხვას რაზე ვსვამ რაზე გამიჩნდა საერთოდ ან ნაკლებობას რატო განვიცდი ანუ მე რას შემიძლია დავიჭირე ანუ პირველ საიდან იწყება უკვე გაცოცხლება და ამ გზაზე სიარული აი ამიტომ არის ნოლიდან უნდა დავიწყო და არა არსებული კონცეფციები და თუნდაც ჭეშმარიტება იყო არა ისე შენთვის თუ არ გახდა ის გარედან ქრისტე ასე არ აკეთებს ქრისტეს მიმდევრები არ ჭირდება არც უძებნია და იქ როცა რამდენიმე რაღაც ისეთი სიტყვები რო თქვა და ბევრი დაშორდა მას ვერ გაუგო ის იმას ქრისტემ თქვა თქვენ სხვა არ კიდე წახვიდეთო თავის მოწაფეებს უცხრ ამას რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერი იტყვის ან რომელი სექტის წარმომადგენელი პირიქით სუბთელი დახვეწილი ისინია ტექნოლოგიები და ახლა შენ რა შეგეშლება მის რომ როგორ მოიპოვო და დაიპყრო მეგობრები და კარნეგის სისტემებია შექმნილი როგორ გაუღიმო ადამიანი როგორ იმოქმედა დაიჭირო მეტი რომ იკვებო მისით რომ მეტი ლაიკები გაგიკეთონ შენ და მთელი სისტემები არ არის აგებული რომ შენ რაც შეიძლება მეტ მასამ იყოს შენს გარშემო ქრისტე ამბობს თქვენ სტატით თუ გინდა ისინი უფრო საწავიდეს სიცოცხლე წყარობს დინარების შენგან რა გითხრა და არ ვიცი აბა საშა ჩვენ ვშეილობთ მართლა აი ალბათ მე მაგალითად უფრო თავისუფალი ვარ და ჩემ თავთან უფრო ახლოს და ნამდვილი უფრო მაშინ ვარ ვიდრე რომ მე ახლა თქვა რომ აი უკვე მე მღვდელი ვარ კაცო ამდენი წელს მორწმუნე 45 წლის და თან თვალი არ მომეხუჭავს თუ ვინმე შეუძლია თქვას ამ გზაზე არის გამოცდილება თქონე ხო აქ ადამიანებს რაღაცები გამოცდილება მე არავის არ შევიდავები მაგრამ არავის ნაკლები არ მაქვს ჩემი ისტორია რო ნახოთ და არა მარტო თეორიული ცოდნა მაქვს მე პრაქტიკა რა წამდა და რაზეც ვაკეთებდი განაცხადს მე პრაქტიკას 10 პროფესია მაქვს გამოსული ნოლზე ვტოვებდი ყველაფერს შემეძლო ჩემი კარიერა ჩემი ავტორიტეტი ჩემი ერთ დღეში დამეყარა ამის გამო და მიუხედავად ამ ყველაფრისა მე ჩემ თავთან უფრო მართალი უფრო ნამდვილი მაშინ როცა კითხვას ვსვამ მაინც და დარწმუნები და დაბეჭდებით არ ვამტკიცებ არაფერს და განვიცდი უსასრულო ნაკლებობას და მონატრებას ოღონდ ეს უკვე წმენა იმიტომ მე რო იმის წმენა არ ქონდეს და განცდილი არ ქონდეს მე ასეთი მონატრება ნაკლებობა როგორ მექნებოდა ნახე როგორ გადადის აბა
მაშინ საერთოდ კითხვას არ წომ, იმიტომ არის ადამიანები ადვილად კმაყოფილდებიან, რომ მაგრამ მოდის დავუშვათ, ახლა ვიღაცა გეუბნება, ახლა მე მართლმადიდებლობა მინდა და რომელი ლოცვა წავიკითხო. მე ვეუბნებ რა გავაკეთო, აბა კი ბატონო, ეს აიქეთ, აქ მოდი, აქ ესეც არის, მაგრამ ეს არ არის ესე ადვილად უკვე. იმას მეტი არა რატო? ვისაც არ ჯერ მოდის ეს, შენ ჯერ ფარდას გიხსნიან, ეს თუ არ ნანახი არა გაგე სამყარო. როგორია ის შე როგორ გაქვს მონატრება, მაგას რა იცი შენ ახლა ის ხილი როგორ გენატრება, რომელიც გემოარიცი და შენ გენატრება ის გაკლია ის ეძებ იმას, რომელიც შენში იყო და შენთან იყო. ეს შენ ნამდვილად იცი. ნამდვილად იცი და ეს არ გასვენებს მე და ეს ამიტომ ჩემთვის მე მშვიდეს კი არ ვეძებ როგორ თვითმიზანს ან სიხარულს ან ნეტარებას ან რაღაცა სიამოვნებას თავისთავად არსებულს არა ეს მოყვება იმას მე ვეძებ იმას რომელიც უსახელოს რომელიც ვიცი და ვერ გამომითქვამს ეს ვარ მე ეს კი ვიცი და როგორც იმ ბავშვს ვერ მოატყუებ ვერანაირი სხვა ქალი რანაც რო გავდეს დედამის რომ გავდეს რო გავს და ის ერთა იგივეა კაცო დედას რო გავს ის ქალი დედას და რა მოსატანია სანამ დედას არ ნახავს ბავშვი ვერაფერ ვერ მოატყუებ როგორ მოატყუებ და ამიტომ უთვალავ ამ კონცეფციაში მხოლოდ და მხოლოდ იმას ვისაც დედა ახსოვს დედის მკერდი ქრისტე იმას გაახსენდა ქეთოს თორე სხვა რო ყოფილიყო როგორ გაიხსენებდა თუმცა ჩვენ აი წუთისოფელი ეს არის უკვე დავიწყებული სამოთხე მე სამოთხე ვარ და წუთისოფელი არის ჩემი სამოთხის დავიწყების მდგომარეობა მე ჩემი დავიწყებიდან გახსენებისკენ გზაზე ვარ მე მთლიანად აი პირველ რიგში მე თუ ისე დამავიწყდა სამოთხე რომ კომფორტულად ვხსნობ თავს აქ მე უკვე მონავა აი ეს უკვე საშიშია აი ძალიან ძნელია ასე დროს რა უნდა მოხდეს რომ ადამიანს აუფეთქდეს ეს და უცბად მოვიდა ნუ იქ ძალიან ღრმა და არის ყველაში პლასში მაგრამ არის რაღაცა რომელიც ამ ტყვეობაში რომ მიხედავთ იმის ადამიანს ქონება აქვს ისა აქვს კარიერა აქვს ყველაფერი აქვს უცბად და ეს ახლა შენსი ვამბობ მე ამას თითქოს აი რომ შეგხედავთ რა გინდა საშა კაცმან რა გინდა მითხარი აი ოფისი მშვენიერი გაქვს ბექგრაუნდი თუ წარსული თუ ახლაც ახლა ოჯახი რაღაცა ნიჭი და უნარი იმდენი გაქვს რომ ახლა მილიარდები და მილიონები თუ არა რაც საჭიროა ის გონია და გექნება რა გინდა რატო არის ვენ რა კითხებს ვამ ეს ხო აბსურდული კითხვაა მატერიალისტური ცნობიერები რა გინდა მოვა თავის არ მასვენებ შეგნი რა არის რა ქვია არ ვიცი რა ქვია მაგას არ ვიცი ასახე ხო და აი ეს არის უკვე ის წერტილი გულში რომელიც უკვე თუ გაიღვიძა არ მოგასვენებს უკვე სიმწიფის ჟამია უკვე აი აქედან იწყება ყველაფერი აი ის ვინც აი ერთ რაღაცას ვეფხის ყავსი და მინდა ეს თქვა და ძალიან კარგი მაგალითია ამის და ეს ვეფხის ყავსი ხო ცალკე თემაა ყველაფერი რაც ვეფხის ყავსაში თუ სახარებაში თუ სიმბოლოებში თუ ზღაპრებში მითებში ყველაფერი ეს არის იმ ერთის თავის დაკარგვის და თავის გახსენების ანარეკლები ყველაფერი ერთია ეს ახლა ეს ერთია რომ ეს ვიცით მეორე შენ თავში ნახვე აი ეგ არის ყველაზე თავი ჩვენ მთვრალი ვართ იმიტომ ამაზე საუბრობ სადოქტორებსაც ვიცავთ ქადაგებ კიდევ ლაბორატორია კაცი შვილს აზრად არ მოუგო სათხდება ეს ყველაფერი ის ვინ არის ვიშიც ეს ხდება და მიხვდები რომ შენ ბუდა ყველაფერი შენ სამყაროში შენ ვინ ხარ უშენოდ ეს არაფერი არ იქნება მიხვდები რომ ჯერ თავიდან იწყება ასე რომ აი ახლა ორ სუპერპოზიციაში ადამიანის ხოთაშე კვანტური ნაწილაკებით ესე იგი ანუ როგორ უყურებ სამყაროს ერთი როგორც კვანტი ანუ როგორც ნაწილაკი თუ როგორც ტალა ანუ თუ როგორც ბიოსოციოკულტურული არსება მაშინ ვიღაცები შენზე დიდები არიან შენზე ავტორიტეტები შენზე ფულიანები და იბრძვი რომ შენს ავტორიტეტი ქონდეს შენს ფული ქონდეს შენს გადააჭარბა მიდი წარემატე და ამ დროს ჩერდები და იწყება მეორე სუპერპოზიცია, ანუ ტალღოვანი მდგომარეობა შეში იღვიძებს ის ვიღაცა, რომელიც ეს ყველაფერი საერთოდ არ უნდა, ვიღაცა, რომელიც სხვა რაღაცა უნდა, მაგრამ ამას აღწევ, როცა აქ წარემატები და გადაქიქავ ყველაფერს და მე მიხვდები, რომ ანუ აუცილებელი წინაპირობა. რაღაცა წინაპირობა ყველასთვის შეიძლება, მაგრამ ძირითადად ეს არის მოდელი, რომ სანამ ამას არ რაცშიც იმყოფები ბოლომდე, აი უძღებიშვილი, ბოლომდე მივიდა ეს მამის ქონება, დახარჯა, ბოლოს უკვე ყოებს ჭამს, ახლა მისი ბოლო ახლა ღორი არის, აი უბრალოდ მატერიალისტური ცნობიერების, რომელიც ვერაფრით ვერ ძღება, რაც უნდა ჭამ მეტი გინდა, აი როგორც ცეცხლს რაც არ უნდა შეშამისე და ჩააყარო, ვერ დააკმაყოფილე, პირიქით კიდე მეტი უნდა. ახლა იგივე
ერთ-ერთზე აქ ის კარგად აი ფატმანის იმაში გამოხატული რუსთავის ფატმანი გულანშაროს იქ ქალაქის თავის მეუღლეა არაფერს არ იკლებს ფატმანი ვისაც თვალს დაადგავს კაცი ეს მოსულია იქ ესეთი ცხოვრება ყველა ერთმანეთს ატყუებს ყველაფერს გულანშარო ყველაფერი აქვს აბსოლუტურად აი ყველა მოთხოვნილებას იკმაყოფილებს რაც უნდა და თავის რო დაადგა თვალი იმ წუთას შეუყვარდა და რას ხელიდან გაუშვებდა საოცარი მომენტია უყვება ავთანდილს ნესტანი როგორ ნახა და მანამდე რა მდგომარეობა ჰქონდა აი ეს სიტყვებს ამბობს ფატმანი ამ მოყოლის დროს მომოკეთ ნავრუზობა გქონდაო ვიქებ რამდენიმე დღიანი ეს სიხარული დღესასწაული მოგლეთ დალევა ღვინიფსმელი და ყველაფერი ყოტიციანსაც აკლექსი ფატმა ხათუნზე ღვინიფსმელი და ესე ხო და აი ესეთი კიდე არ გვეყო ეს ყველაფერიო მე გადავედი და ვერანდაზე ჩემს დაქალებთან ერთად დებთან ანუ თავის ქალები წაიყვანა იქაც დავიწყეთო აი ესეთი მოლხენა და ნახე რას ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად ამოდ დურად დასავით დურად სმასა ზედა უმიზეზოდ გავხდი რამე უგემურად ყველა კაი გამეფანტა სხდომილიყო ვინცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომაწვა გულსა მურად უკმოვახშენ სარკმელნი და მივაქციე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა აი რა არის ეს ვინ არის ფატმანი რა არის შენში ფატმანობა მოდი შენ არ გავაზოგავ იმიტომ თუ ეს ჩემში არ აღმოვაჩინეს რა თვიდა ამის სწავლა და რაღაცები ფატმანის მდგომარეობა სული რომელიც ამ წუთის სოფელში მშვენივრად გულანშაროში ცხოვრობ რა გინდა შენი ნიჭით ინტელექტით რაიმე დაგჭა მიუწეველი კარიერა გინდა ფული გინდა ძმაო რამე დაგიკლია და ყოფილა რომ რაღაც გინდოდა და ვერ მე მგონი რაღაც დოზით ახლა მკლადი ისე არ მაგრამ წარმატებული ადამიანი ხარ ერთ-ერთი საქართველოში იყავი ყოველ შემთხვევაში და დღესაც ფეხსად გაყავ რა გინდა და ამ დროს ასეთი ადამიანი ამბობს სიგრძის სოცხის ზღვარზე ვარ რომ ლამის და მე არ ვიცი ვინა ვარ ყანყალებს ყველა არ ყოფილა საშუალებების ხო რა ხდება ზუსტად იგივე არ თქვი ახლა ანუ ეს არის სულის სიმბოლო ადამიანის და რას აკეთებს ანუ პიგზეა წარმატების პიგზე ამის იქით არაფერ არ შეიძლება აი ყველაფერი მის ხელშია რაც უნდა იმას აკეთებს არაფერს არ იკლებს და ამბობს რომ აი ამ პიგზე რო ვიყავითო კიდე და უცბადო ამ სმასაზედაო უცბადო მოულოდნელადო გავხდი უგემურადო და როგორც კი უგემურად გავხდი ყველა გამეფანტაო ასეთ ადამიანთან კომფორტი უკვე არ არის იმიტომ რომ ასეთთან არავინ არ მოვა უკვე როცა შენ ჩაფიქრდები და უარს ამბობ ამებს ახლა რომ გავა იმას ვქრეთ ეს რომ განვაზოგა ყველა გამეფანტაო და მარტო დავრჩიო და სევდა შემომაწვა გულსა მურად პანჯერები მივხურეო მე ჯერ გზაზე ვიხედებოდიო ვიქარვებ პანჯერები გავაღეო ნახე ეს სიმბოლოა პანჯერა გააღო მივაქციე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგანს და კაეშანი იზრდება აი ახლა რომ გადავიტანდი ეს ხო არ არის მართლა ფატმანი და მართლა ისე კაცო ანუ აი ამ მდგომარეობიდან იწყება ნესტანის ანუ ნესტ ანდარი ჯეჰანის არის ისაქარა შეხინა ებრაულად სულიწმიდის ყოფობა აქ მიწაზე ის მადლი და ღვთაებირობა რომელიც უნდა რომ აქ დაემკვიდროს და ბუდე ქონდეს აქ აი შეხინა ეს არის ეს ბუდესაც ისახესა და ჩაჯდება აი მოდის აი ეს რომ მოვიდეს და თურმე რა ხდება ამ დროს ეს იმით დაემართა ფატმანს რომ ამ დროს ნესტანი არის უკვე ზღვას მომდგარი კიდობანით უკვე იქვე უცბად აი ამ მდგომარეობა უნდა უძღოდეს წინ თუ გინდა შერო ნესტანი ანუ მადლი ანუ შეყინა იგრძნო წინ უნდა უძღოდეს უგემურად გახდომა ყველაფერი რასაც აქამდე მიაღწი აი ამ წერტილში ბრუნდება უძღებიშვილიც უკან მანამდე წინ მიდის ხარჯავს ამ მამის ქონებას ანუ ინტელექტს ნიჭებს უნარს აი პავლე ამბობს რა გაქვს შენ რაც არ მიგიღიაო და თუ მიიღე რა სტრაბახო რაც არ მიგიღე თუ პატიოსანი კაცი ხარ შენ რომ ამბობ მე ეს ვარ მე ცოტა ხანი არ და გაჩერდი და ხე ნიუტონი ყოველ ჯერზე ქუციხდი და თურმე და თაყვანსემ და იმას მისგან მაგ მიღებულია და რა გაქვს შენ რაც არ მიგიღიაო და ამ დროს შენ ამბობ მე ვარ მე იძახე რამდენიც გინდა ხო მაგრამ აი ამ სიტუაციაში ის თუ გინდა მიიღო შენ უნდა ამოწურო შენი რესურსები ანუ რას იკეთებით შენ
გაკ ირგული ეს უნდა გახდეს უგემური პირველი უნდა არ უნდა საყრდენ უნდა დაგეკარგოს უნდა შემოგაწვეს კაეშანი უნდა გაგეფანტოს ყველა ეს შიგნით ახლა მე არ ვამბობ ფიზიკურად გარეთ ამას არ აქვს შობა შეგიძლია ითამაშო კაცო ისევ აქ ყოფიში ფულიც კონდეს ყველაფერი ეს აქ მაუბდა არცების შიგე რაღაცა პიკამდე მიხვედი შენ თან არიცი რა გინდა ერთადერთი იცი რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება აი მე ეს ხმა გავიგე ქალაქში ვიყავით უყურე ხა ესე იგი 1985 წელია აი რაც მინდოდა მიმიღწია თითქმის პიკზე ვარ მისული ბინა ახალ მიღებული გვაქვს ენგურხესის შენებაზე ვიყავით ეს ბინის მიღება იყო მაშინ აი რავი წლებით იდგე რიგში და ჩვენ მოვახერხეთ რაღაცნაირად ბავშვი მყავს პატარა მეუღლე საუკეთესო სამსახური და კარიერა რაიკომში და ჩემი გადაყვანა მთელი რაიონი ჩემს ისეთ გაკვეთილებს ვატარებდი ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა აი მართლა გეუბნები იმიტომ კი არ ვამბობ ჩემ თავზე ვამბობ მე შედარებას გიკეთებ აი ყველაფერი აქ არის და პერსპექტივა რა გინდა მეტი და უცბად აი ეს ხმა ზუსტად აი ფატმანზე იმიტომ არის ჩემთვის ახლობელი ეს ფატმანობაა და არა ფატმანი ესაა ყველაფერი მეთქი აი ეს რო და იმდენად უგემური გახდა ჩემთვის ყველაფერი უკვე დავიწყე ძიება მე არ ვიცი რა მე ერთი ვიცი რომ ესე ცხოვრება არ შეიძლება ეს ის არ არის რაც მე მინდოდა და რისთვისაც აქ მოვედი და კიდე პერსპექტივა და რაღაცა არ ვიცი რაღაცა მოხდა და აი ეს და რამდენიმე დღეში ხდება ისეთი სიცხადე მოდის აი ეს სიცხადე რომ ერთ დღეში ყველა სკოლიდან თავს ვიხსნი მივდივარ სადღაცი მერე არის მოკლედ ფიზიკურად დავიწყე მუშაობა ხალხი ეს 1985-86 წელია სიგიჟე ზოგი ბავშვები ეგორა გურამასწავლებელი გაგიჟდაო და მასწავლებელები ასეთ ხელს იფარებდნენ რომ ხედავდნენ ეს ნემეთი რა ქვია მაზუთით როგორ არის ქართულად და შავის მეცვა სპეცასაცველი და რაღაცებს ყველაზე ძიმე სამუშაოებზე მუშაობდი ეცოდებოდი სიგიჟე ვერაფერს ვერ მიაწერე რა დაემართა ასეთ ადამიანს რომელიც ქალაქში არის გამორჩეული და მე ხო ვიცოდი რა მოხდა მაგრამ როგორ გააგებინებს ხო და გავიდე 4 წელი და აი ესეთ დეგრაის რო ვარ მარგინალი მართლა და ლამის გამარჯვებას არ მეუბნებია აქეთ მოდის ჩემ როგორც კი ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ქრისტეზე ლაპარაკი ბატონი გურამი გავხდი უკვე იმ წუთას და მიწევენ ჯერ იმაში მე თვითონ გამგებლები ლამის მე როგორ ვამბობ იცი აი ფატმან ანუ ისე ვამბობ აი ამ დროს ნესტანი ანუ აი ეს წინ როცა შენ ამოწურავ შენ შესაძლებლობებს როცა ყველაფერი გაგთითქმის და პერსპექტივას გაქვს პრინციპი მე არ ვამბობ ხა ყველაფერში იმას კი არ გულისხმობ მართლა დღეს მთელი სამყარო არა ჩემში გვგზნო პოტენციალი მე შემიძლია თუ ამას ჩავდებ ან განვავითარებ პერსპექტივაში მქონდეს მილიონერიც გავხდები მე ესეც გავხდე ესეც მქონდი და აი აქ უგემური ხდება ყველაფერი აი ეს არის ამას ებრაელები ეძახიან ტოჩკა სერცე ანუ გულში გაჩენილი წერტილი აბრაამის შენში რომელსაც ყველაფერი ქონდა ურაქალდეაში ხო იქ მზის თაყვანისმება იყო ვარსკვლავების ყველაფერი და კითხვას სვამს ამის მიღმა ვინ არის ქმნილების მიღმა ის ერთი რომლისგანაც გვაქვს უთვალავი ფერი და ყველაფერი აი ეს არის წერტილი შენში რომელიც უკვე მწიფე ხარ აი მე ერთი შედარება ვთქვი და 3 წლის ბავშვი გოგონა და ბიჭუნა ერთად რო დააწვინო რა ხა თმებს მოწეწკინეს ერთი მეორეს ხო ბიზაშვილები დაუშვათ რა უნდა ქნან იქ მაგრამ ხა მიდი და დააწვინება 13-14 წლის გოგო ბიჭი ერთად ხوار შეიძლება იქ უკვე სხვა მოთხოვნები ანუ მას სექსუალური ისინი აქვს აგზნებულობა გოგოს უკვე რაღაც სათამაშო ობიექტივით კი არ უყურებს თმები მოწეწკნოს არამედ სხვა ტოლოა სამყაროს მიმართ შენ ბავშვი ხარ თუ ფატმანი ხარ თავიდან და თუ შენ ხარ თუ ხე სიზიპიპილები ტკბები რაღაცა აი სათამაშო აი მანქანა პიპია აი თანამდებობა აი ფული ყველაფერი რა გიდა მეტი აბა რა გიდა ფატმანს ყველაფერი აქვს და რატო გახდა ყველაფერი უგემური აი ფატმანობა გაიზარდა უკვე როცა ამოწო უკვე იწყება აი იმის გაღვიძება ვინ 64-ში უკვე მონური ცნობიერებიდან იღვიძებს ის ვინც უფლისწული იყო თავში და ამ დროს მოდის ნესტანი როგორც შენი პროფილის სახე რო გითხა შენი გახსენება შეხინა სულიწმიდა რომელიც აი ამ მდგომარეობ უგემურ მდგომარეობ სიცარი ჯერ უნდა დასარიელდე რა არ ყოფნის ყველაფერი შემოდის და აი როცა ფატმანი როგორ აღწერს იცი აი ეს მდგომარეობა ხო აღწერა ფატმანთან და იქვე კიდობნით უკვე მოყავთ და ეს ფატმანი ახლა დახვეწილი ქალი ფატმანის შას მიხვედრილობას და აი ეს მატერიაში რო ის არის გონიერი ქალი და იქ ფატმან მოკლედ ის მონები რომ მოაკვლევინებდა როგორც კი ეს ქალი ნახა
რა მობრუნდა ქალი ჩემკენ შემოადგნენ სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარებდა ზესთა ზესა მოახშენ კარნი ჩემკენ მათი ცქერა ვერაცნესავ ანუ ისეთი სხივი წამოვიდა მისი ღაწვები ეს ხო მეტაფორებია ყველაფერი იმ შავი კიდობა შავი ეს რაღაცა ისე და აი თვალები და ფანჯარა დავხურეო და თვალები ვერ გაუსწორეო აი ეს და შემდეგ იმდენად ელეთმელეთი ემართება რომ ამბობს საოცარ სიტყვებს რომ ვთქვი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მსისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობცნობა ხმობა უნდა ჟამიერი სააჯოსა ყოლსა თხრობა რად არ ვიცი ამ მზისა საუბრისა უჟამობა და შემდეგ მოვიყვან იგი პირზე და ნაკები და ვერ თქვი უქი სურვილემან და მზემანე მისმან ძლივს დაუმალე მისი შუქი ჩამოუბურე მრავალ კეცის ტავრა მძიმე არ მსუბუქი ვარსასებს ცრემს წამწამთაგან მე ერთი სახლი აუშენე ერთი ზანგი მივაბარე და რომ მოვიცლი სამსახურიდან ნახე მავლით ნახე რა მეტაფორებია ეს ყველაფერი რომ მოსულიყო იმაში მოხდა უყურე ჯერ უგემურად გახტომა ყველაფერი დასარიელება და მე რომ ზემოდის უკვე ვერ უძლებს ამ ნათელს და მე ანელებს ტავრიებით აი ეს არის უკვე ჩვენი გადამყვანები ესე რომ თქვა ტრანსფორმატორი რომ ჩვენ პირდაპირ ვერ უძლებთ ნათელს და რედუცირდება ჩემი პირველი განცდა უკვე აი როგორც სახარებისეული რედუცირდება უკვე კანონებით რიტუალებით დოგმებით რაღაცეებით რომ იმიტომ რომ უკვე უნდა გაიზარდო და ანუ ისი თქვა მითოდა რომ და მე ხوار გინდა შენ ხო ეხა მე დავფიქრდი იმაზე ჯესტი გავცებულიო შენი ენერგეტიკით ძალიან გადამდებია ეს ენერგეტიკა ვიცი რაზე დავფიქრდი ორ რამეზე დავფიქრდი როგორც რეფლექსია პირველი დავფიქრდი რომ აი იმ პოდკასტზე როგორც მაქვს 100 ფასეულობა შეიძლება ისეთი მთავარი სიტყვები რაც არის შეიძლება სხვადასხვა აი ესეთი მიჟელობაში თითო გავშალო თითო საუბარში როგორც იდეას ამბობ შეიძლება გამოგოდეს ესე გაგვიჭირდება გავიღურებით კიდე ერთი საინტერესო რაღაცაზე დავფიქრდი რომ ვიღაცის ფრაზა გამახსენდა რომ ცნობიერება არის როგორც ნიადაგი და ჩვენ პასუხისმგებელი იმაზე თუ რას ვთესავთ მაგნიადაგში ანუ რასაც დავთესავთ იმას მოვიმკითხო მე ვიფიქრე იმაზე რომ აი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რა იქნებოდა ის თქო აი ხა მაგ ფიქრმა გამიტაცა ცოტა ხანი და რაზე ვიფიქრე იცი რომ პირველ რიგში ძალიან საინტერესო იქნება თუ მაყურებელი და მსმენელი რა მოუტანა ამ საუბარმა რომ გაგვიზიაროს შეიძლება ამან დაგვეხმაროს ალბათ შემდეგში რა ფორმით შეიძლება ჩვენ ეს ხო ექსპერიმენტია ანუ არც სახელი არ დავარქვით არც ლექცია ქვია არც შეხვედრა ქვია უბრალოდ დავჯექით მართლაც ასე იყო აი ვისაუბროთ და ჩავწეროთ თქო მაგრამ ეხა ამ წერტილში ავიღებდი პაუზას ჩავისუნთქებდი ძალიან ღრმა საუბარი იყო სხვა გადახარშვას მჭირდება რაღაცა იყო აქ და ერთი ყველაზე მთავარი მე რაც მიმაქ ამ საუბრიდან რომ ის წერტილი რაშიც მე ხა მიმყოფები შეიძლება შენ დამეხმარე რომ უფრო მეტად დავარქვა აი სიმწიფის წერტილად დავარქვა ანუ წყურვილის თან ერთის ხრივ დაფიქრდი იმაზე რომ როგორ შეიძლება წყალი თუ არ ვიცი რა არის მწყუროდეს ანუ ესე იგი ვიცი რა არის ანუ სხვანაირად ხო შეიძლება მომწყურდეს ხო ალბათ და მეორე თემა ის არის რომ აი ეს ბავშვობა თამაში რაღაცნაირად პატმანობა რომ აი ეს გაიარო რაღაცნაირად და მოხვიდე იმ წერტილში როცა ეს ყველაფერი გემოს კარგავს და რაღაცა სხვას ეძებს რომ გემო გაუგო ალბათ აღიდგინო ისედაც ქონდა ოდესღაც და სადღაც მიეყარა ზემოდან კი მამაგურამი მადლობა ამ საუბრისთვის მე ამ საუბარს რა დავარქვა ჯერ სახელიც არა მაქვს არც იდეა არა მაქვს რა დავარქვა მაგრამ ერთი ვიცი რომ მადლიერი ვარ შენი რომ ამ ექსპერიმენტზე რომ როცა მოგიწვიე რომ მოდი ვილაპარაკო და ჩავწერო და მე ვიფიქროთ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს ამ ექსპერიმენტზე დამთახვდი და მომყვები ამ გზაზე რა თქმა უნდა ესე ჯობია ვიდრე რაღაცა ჩამოყალიბებულად ეს ავიღოთ პაუზა ჩავისუნთქოთ ალბათ ჯობია ეს რაღაცნაირი ის არის რა ქვია შენ რა შეგზნება გაკიხო
რა შეიძლება როგორ გითხრა მე ერთი ვიცი რომ ჩემს ისტორიას რო ვაკვირდები ეს 45 წელია ზუსტად 1980-ში პირველი ის რომ მოხდა ეს მე რო ვთქვი რომ ეს განათება და ის მე ხდება რაც უფრო მეტად ვახლოდები იმას რასაც მართლა ვიჯერებ რომ ასეა აი მით უფრო მეორე მხარე აი თითქოს ბნელდება იქამდე რომ აი 50-50-ზე ვარ არის ეს ყველაფერი და ალბათ მე ქრისტესი მესმის ძალიან კარგად და იგივე გზას გავდივარ ჩვენ კი არ ბაძავთ კაც ეს ზუსტად ესე უნდა მოხდეს ხო მე რატომ იმატოვე ანუ ჯვარცმა რა არის რომ რაც უფრო ახლოს არის მისანთან და ერთადერთ ურჩევდი ყველას ვინც ამ მდგომარეობაშია რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცეს და გაიხსენოს რომ ეს გზა გავლილია უკვე ანუ ქრისტეში გავლილი გზა ნიშნავს ეს გზა დეიურე შენ უკვე გავლილი გაქვს და აი ამან უნდა მოქცეს გაბედულება რომ მიუხედავად იმისა რომ დაგიბნელდეს რომ საშველი არ იყოს რომ მარტო შენ ახარ და ყვირი ღმერთო რატო დაბნელდი რა აი ამ წყდიადიდან ერთი ხელის გაწვენასი ნათელი მოვა ისე რომ ვერც გაიგებ თუ ამ გაუძლებ ამ სიბნელეს იმიტომ რომ უკვე აი მერაბ კოსტავას ნათელი მერაბ კოსტავას სიტყვებს გავიხსენებდი ახლა ამ წუთას და მე დავამთავროთ ალბა ხოლო სიბნელით გამოწეული ტანჯვა გადააქცევს სინათლის წყურვილს ჭეშმარიტ სინათლით დღეს ჩვენ რაც გვაცოცხლებ და რაც გვაიმე ეს არის გვაქვს სინათლის წყურვილი მე ჩემზე თუ შეიძლება რამე დაბეჭდებით თქვა ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ დაბეჭდებით რაღაცა შემიძლია თქვა მე მწყურია ნათელი მე არ ვამბობ მე ვარ ნათელი მე მაქვს ნათელი ან მე იქ ვარ უკვე მე უკვე მართლმადიდებელი ვარ კაცო მე გარანტირებ არა ვერ ვამბობ ვინც არ უნდა მითხრას მე წყურია და რომ წყურია ნიშნავს რომ ჯერ რო არ ვჯერდეს იმის წყურვილის არ მექნებოდა და მე ისიც ვიცი რომ ამ წყურვილის გაუცაძილი წყურვილის შეუძლია სიბნელე გადააქციოს ნათლისვე და სიბნელე სწორედ ეს წყურვილია რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს აუცილებლად მადლობა ამის ჯეროდეთ ადამიანებს ყველას ჯეროდეთ და გული არ გაიდახო მადლობა რომ ხარ მადლობა რომ მოხვედი და მადლობა რომ ისაუბრე ჩემთან ერთად